მოგესალმებით ყველას, გავაგრძელოთ მათეს სახარების განმარტება. დღეს გვართ მეორე თავზე მათეს სახარების. სანამ მეორე თავზე გადავალთ, სულ მოკლედ გავიხსენოთ რა განვიხილეთ პირველ თავში, რადგან ეს ორივე რამ ერთმანეთთან კავშირშია. მეორე თავში, რასაც აგრძელებს მათე מחარებელი, თხრობა იმ დასკვნებიდან გამოდის, რაც პირველ თავში მან ჩვენ გაგვაგებინა, რისი თქმაც მას უნდოდა. პირველ თავში ჩვენ რა თქვით, ასე იწყებოდა სახარება, ხო? წიგნიშობისა იესო ქრისტესი. ანუ მოდი ცოტა ისე ვთქვათ, როგორც მათე აზროვნებდა, წიგნიშობისა იეშუა მაშიახისა, იეშუა ცხებული მეფისა. ნახეთ, წიგნი ცხებული მეფისა, ძისა დავითისი, ძისა აბრაამისა, ხო? ანუ მათეს აი პირველივე მუხლიდან მათეს უნდა გაგვაგებინოს ჩვენ რომ ეს ყველაფერი, რასაც ის ჩვენ მოგვითხრობს, ისრაელის მეფეს ეხება, რომელიც დავითის მოდგმიდან უნდა მოსულიყო ჩვენთან, ხო? ვინც ახალია და არ იცის, დავითი იყო ისრაელის დიდი და ცნობილი მეფე, აი მეფსალმუნე დავითი და მე ეს ადგილი მინდა ასევე განახოთ თქვენ, დავითს მისცა ღმერთმა აღთქმა. ეს არის ქრისტეს შობამდე 10 საუკუნით ადრე. დავითს მისცა ღმერთმა აღთქმა. და აი აღთქმაში ქრისტე იყო აღთქმული, შეპირებული, ხო? და რა შეუგნება, ნახეთ დავითს. როცა დრო მოგივა, ეუბნება. შენს პაპასთან განისვენებ, მე აღვადგენ შენს შემდგომად ნაშიერს, შენს შთაომავალს აღვადგენ, შენი საზარდულიდან გამომავალს და მეფობას განუმტკიცებ. შენი საზარდულიდან გამომავალს, ანუ შენი შვილი იქნება გენეტიკურად შთაომავალი და მეფობას განუმტკიცებ. ის ააშენებს სახლს ჩემი სახელისათვის და მე განვამტკიცებ მის მეფობას ტახტს სამარადისოდ. ნახეთ, ის ამიჩენებს ტაძარს და მე მის მეფობას სამარადისოდ განვამტკიცებ, ამბობს. კიცედ იდგება მისი სახლი და სამეფო სამარადისოდ, ჩემ წინაშე მყარი იქნება მისი ტახტი სამარადისოდ. და ვინ იყო დავითის ძე? სოლომონი. სოლომონის მეფობა მართლაც უბწყინვალესი მეფობა იყო. ეგეთი მეფობა ისრაელს აღარ ქონია არასოდეს. მაგრამ სოლომონის სამეფო სამარადისოდ ხომ არ დარჩა. ხო? ისიც დამთავრდა, ხო? ამიტომაც ისრაელის სწავლულები და მოძღვრები ამბობდნენ, რომ ეს სოლომონზე კი არ არის საბოლოო ჯამში ნათქვამი, აბა ვიზია ნათქვამი მესიაზე, ცხებულ მეფეზე, რომელიც მოვა როდესღაც და აი იმისი მეფობა იქნება სამარადისო და არასოდეს არ დასრულდება. და კიდე მეორე პუნქტი, რომელიც ჩვენ წინა თავში განვიხილეთ, სახელი, მისი პირადი სახელი ამორჩეული იყო დედასაც, მისაც, მარიამსაც და მის მამასაც, მამობილსაც, იოსებსაც ეუწყათ ეს კიდევ მაშინ, როცა დედის მუცელში იყო იესო ქრისტე, როგორც იესაიასთან წერია, დედის მუცლიდან ახსენა მან ჩემი სახელიო, წერია იესაია წინასწარ მეტყველთან და სახელი რა იყო მისი? ღმერთმა რა უთხრა, რა სახელი ერქმევა მასო? იეშუა, ხსნა ღმერთისგან არის. ეს არის იესაიას მე-12 თავში, ჩვენ ეს წინასაუბარში გამოგვჭა და შენი ტყვი იმ დღეს, ამბობს იესაიას პირით ღმერთი. შენი ტყვი იმ დღეს, ანუ ისრაელი. და მთელი ადამი კაცობრიობა იყვის. გმადლობ უფალო, რომ განმირისხდი და რომ დაცხრა შენი რისხვა და კვლავ მან უგეშე. მადლობას ეთყვი ღმერთს, მისი შობის გამო ღმერთ შენ მადლობას ეთყვი. აჰა, ღმერთია ჩემი ხსნა, ვესავ და არ მეშინია. ღმერთია ჩემი ხსნა, ძველ აღთქმაში, ძველი აღთქმა ხო ებრაულად დაიწერა. როგორც წერი რა სიტყვებს ამბობს? ღმერთია ჩემი ხსნა, იეშუა, ეს სიტყვა წერია. იეშუა. ასეთ სიტყვა გესმით, იმიტომ რომ იშა არის ბზნა, ხსნას ნიშნავს და ე არის იაჰვე, ღმერთის სახელი. გესმით, რომ ღმერთია ჩემი ხსნა, ჯერ კიდევ ძველ აღთქმაში იყო გაცხადებული და როცა იესოს შობა ეუწყა დედას და მის მამობილს, მის ქმარს, იოსებს, უთხრა იეშუა, იესოს უწოდებ მას, რაც ნიშნავს ღმერთია ჩვენი ხსნა. და პირველ თავში ასევე აღწერილი იყო 3ჯერ 14 თაობა,
მეფეთა გენეალოგია აღწერილი, ისრაელის ჯერ მამამთავრების, შემდეგ მეფეთა გენეალოგია და ბოლოს თავდება ხოლო იაკობმა შვა იოსები, ქმარი მარიამისი, რომლისგან იშვა ქრისტე. ანუ იოსების მისი მამობილის გენეალოგია აღწერილი, იმიტომ რომ ქრისტე კანონიერად, იურიდიულად ითვლებოდა ვის შვილად? იოსების შვილად. დედისგან კი იყო შობილი, მას მამა არ ყოლია, სულწმიდისგან იყო ჩასახული, მაგრამ კანონიერად ის იყო იოსების დავითის შთაომავალის ძე. ამიტომ ესე ასეც ეძახდნენ ხოლმე იოსების ძეაო, ეგო, ნაზარეველიო. და ამიტომ მას უფლება ჰქონდა, რომ ყოფილიყო მეფე. ხედავთ? მეფეთა გენეალოგია, 3-ჯერ 14 თაობა და ნაშვენები იყო პირველ თავში ის, რომ იოსებს ეჭვიავს, რომ რატომ არის მისი დანიშნული მარიამი ფეხმძიმედ, იმიტომ რომ სადღაც 3 თვეა უკვე გასული ალბათ და ხედავს რომ ფეხმძიმეა, შეეთხო მარიამს უკვე, იოსები ჭოჭმანობს, რახნას არის ის, იმიტომ რომ ჯულის მიმდევარი კაცია, ჯულის კაცია იოსები და არ უნდა რომ მარიამი შეარცხვინოს, იმიტომ რომ კაცრი სასჯელი იყო ისრაელში ამისთვის და ანგელოზი ეცხადება მას და ეუბნება რომ ნუ გეშინია სულიწმიდისგან არის ის ვისაც შობს და უწოდებენ მას იმანუელ. იმანუელ ნიშნავს ჩვენთან ღმერთი. ესეც იყო აღსრულება წინასწარმეტყველების, როცა იესაიას საუწყებს ღმერთი, რომ ქალწული შობს და უწოდებენ მას იმანუელს. და წაიყვანა იოსებმა მარიამი ამ სიტყვებით გამხნევებულმა, წაიყვანა მარიამი და არ უცნია იგი, ვიდრე აშვა პირმშო. ქრისტე პირმშო იყო, პირველი შვილი იყო მარიამის და უწოდა სახელი მისი იეშუა, ანუ ხსნა ღმერთისგან არის. კითხვა იბადება, რისგან გვიხსნა იესო? ანუ ხსნა იაჰვესგან არის. რისგან გვიხსნა იესო? ცოდვის ბატონობისგან. სასჯელისაგან გვიხსნა. იმიტომ რომ ჩვენ ხო ღმერთთან ნაჩხუბრები ვიყავით ამ გაგებით, ხო? ჩვენ ხო ღმერთთან დაზავებულები არ ვიყავით. ჩვენ ხო სამოთხეში მისასვლელი არ გქონდა, ხო? იმიტომ რომ ყველა ვწოდავდით. და მისმა ჯვარცმამ და მისმა მოსვლამ და შემდეგ ჯვარცმა გვიხსნა სასჯელისაგან და მოგცა საშუალება რომ დავბრუნდეთ ღმერთთან, ღმერთის შვილები გავხდეთ ის. აი ეს იყო ხსნა, რომელიც თავად იაჰვესგან არის. ჩვენ არ შეგვიძლია ხსნა ჩვენი საკუთარი თავის, გესმით? ანუ სასუფეველი, ცათა სასუფეველი და სამოთხე იმდენად მიუწვდომელი და დიდია რომ ადამიანს თავად არ შეუძლია თავისი ხსნა. ანუ ადამიანს ჭირდებოდა ვინ? ხსნელი, მაცხოვარი, ვინც მას მიიყვანდა ისევ მამა ღმერთი. აი ეს არის ხსნა, რომელიც მის სახელშია. ხო? ჩვენ ეს გთქვით, იეშუა, ანუ ხსნა ღმერთის იაჰვესგან არის და ცხებული მეფე. აი ეს ნახეთ ჩვენ პირველ თავში. და მეორე თავი იწყება იმით, რომ მათეს უნდა დაგვანახოს ჩვენ აი ამ ცხებულ მეფეს, ამ აღთქმულ მეფეს, როგორ შეხვდა ისრაელი და როგორ შეხვდა მთელი დედამიწა, ანუ კაცობრიობა როგორ შეხვდა მას. და ხოლო პირველ მუხლიდან ესე იწყება, ხოლო როცა იუდეის ბეთლემში დაიბადა იესო ქრისტე, ჰეროდეს მეფობის ჟამს, აღმოსავლეთით მოვიდნენ მოგუნი იერუსალიმს და თქვეს, სად არის იუდეველთა ახალშობილი მეფე? ვინაიდან ვიხილეთ მისი ვარსკვლავი აღმოსავლეთში და მოვედით, რათა თაყვანი ვცეთ მას. ეს რომ გაიგო, შეძრწუნდა მეფე ჰეროდე და მთელი იერუსალიმი მასთან ერთად და შეკრიბა ყველა მღვდელმთავარი და ერის მწიგნობარი და გამოიკითხავდა მათგან, სად უნდა შობილიყო ქრისტე. ნახეთ, აი აქამდე წავიკითხოთ ჯერ. ქრისტეს შობა მოხდა, როგორც მათ ეგონება, ჰეროდეს მეფობის ჟამს. ვინ იყო ჰეროდე? ჯერ საინტერესოა, ნახეთ, იუდეას ყავს ამ დროს მეფე, ჰეროდე და იბადება ღზეციდან მოსული მეფე, ჭეშმარიტი მეფე. ჰეროდე იყო რომის იმპერიის მიერ დადგენილი მეფე ისრაელში. არა მარტო იუდეაში, ნახეთ, აი ჩვენ წარმოვიდგინოთ დღეს ისრაელის ტერიტორია დაახლოებით ხო წარმოვიდგენია დღეს როგორ ამხელა, ხო? აი ჰეროდეს მეფობა დაახლოებით ამას მოიცავდა, რაც დღეს არის ისრაელი. ისრაელი ხშირად იყო გაყოფილი ხოლმე, ჩრდილოეთ სამეფო, დაპირისპირებული იყო სამხრეთ სამეფოსთან, მაგრამ
როცა პირველ საუკუნეში ქრისტემდე რომაელებმა დაიპყრეს ისრაელი, ის ტერიტორია, სადაც ისრაელი იყო, მათ დაადგინეს ჯერ ეთნარხები იქ. ანუ პატარ-პატარა მეფეები, ყველა პროვინციას, ყველა სამეფოს თავისი მეფე ყავდა. ქრისტემდე მეორე საუკუნეში ეს უნდა გვიცოდეთ რატომ არის, როგორ მოხდა. ქრისტემდე მეორე საუკუნეში ებრაელებმა მოაწყეს აჯანყება ანტიოქიელების წინააღმდეგ და იმ დროიდან მეორე საუკუნიდან გაიმარჯვეს ებრაელები, მაკაბელების აჯანყება ქვია ამას და ჰასმონელთა დინასტია მაიღო, ჰასმონელები იყვნენ ებრაელი, აი მაკაბელთა გვარი იყო, ებრაელები თვითონ, იმათმა აიღეს მეფობა ისრაელში, ხელში. ძალაუფლება მათ ჰქონდათ მეორე საუკუნიდან ქრისტემდე. და აი ამ დროს, როცა ჰეროდე გამეფდა, ჯერ კიდევ ჰასმონელები არიან, მეფეც და მღვდელმთავარიც ჰასმონელთა საგვარეულოდან იყო, ან მაკაბელების საგვარეულოდან, რაც უკანონობა იყო წესი და არ შეიძლებოდა ეს ასე ყოფილიყო, მაგრამ როგორც ხდება ხოლმე ძალაუფლება მათ აიღეს ხელში, მაგრამ პომპეუსი რო შემოვიდა პირველ საუკუნეში, აი ამ რომის ჯარებით და დაიპყრო ისრაელი, ამ დროს დაწინაურდა ეს ჰეროდე. ჰეროდე ვინ იყო? ჰეროდე იყო არაებრაელი, ედომელი იყო, ანუ იდუმეელი შეიძლება ორივე სახელი ამისი. ეს იყო სამხრეთით, იერუსალიმის სამხრეთით ცხოვრობდნენ ედომელები და იქ ანტიპატრე იყო მისი მამა, რომელიც სახელმწიფო საქმეებში ეხმარებოდა ამ ჰასმონელებს, გესმით? დაწინაურებული იყო პოლიტიკურად უკვე და როდესაც შემოვიდნენ ევრომაელები, ამ დროს მოხდა ასეთი რამ. პარტიელები თავს დაესხნენ ისრაელს, პარტიელები. და ჰეროდემ თავი გამოიჩინა გალილეაში, ისე გალილეის მართველი იყო ჯერ ჰეროდე, რადგან მამა ყავდა დაწინაურებული პოლიტიკურად და მან ჰეროდემ თავი გამოიჩინა ამ პარტიელებთან ბრძოლაში, ეს იყო დაახლოებით 40 წელს ქრისტემდე და შემდეგ წავიდა რომში, მოიპოვა იქ კეისარის, ანუ იმპერატორის კეთილგანწყობა და იმპერატორმა ის დაამტკიცა იუდეის, პირეის და სხვა ოლქების გალილეის და აი ამ მთელი ამ ისრაელის ტერიტორიის მეფეთ. ეს იყო პირველი შემთხვევა ისტორიაში, როცა იუდეის მეფე ეწოდა ვიღაცას. გესმით? ეს იყო ჰეროდე. ჰეროდე დიდი ასეა ცნობილი, ხო? ეს მოხდა 37 წელს ქრისტემდე და ჰეროდე მეფობდა 4 წელს ქრისტემდე. აი ამ პერიოდში მეფობდა ჰეროდე. იყო სასტიკი კაცი, ძალაუფლებისთვის ბრძოლა იცით რომის იმპერიაში როგორ მიმდინარეობდა, არ ინდობდნენ არავის და არაფერს. ჰეროდესაც ჩადენილი აქვს სასტიკი დანაშაულები, მან ჯერ ამ ჰასმონელთა ჰირკანოსი იყო ასეთი მღვდელმთავარი, იმისი ნათესავი მოიყვანა ცოლად, რომ მოეპოვებინა კეთილგანწყობა ამ ჰასმონელთა დინასტიის. მერე ეს ცოლი რომ აღარ ჭირდებოდა, სიკვდილით დასაჯეს საკუთარი ცოლი, ეს მარიამნე. და ბოლოს უკვე მოხუცი იყო, უკვე თავრდებოდა მისი მეფობა 7 წელს ქრისტემდე, ამ მარიამნეს შვილებიც მიაყოლა. საკუთარი შვილები ორნი რო შეეშინდა, რომ მეფობაზე არ შემეცილონ, ორივენი რომს დაასჯევინა სიკვდილით. საშინელებები აქვს ჩადენილი ჰეროდეს. აი ასეთი კაცია ამ დროს, ნახეთ, მე პოლიტიკურად დავინახოთ რა სიტუაცია. ასეთი კაცია, მღვდელმთავრობა არაკანონიერია. მეფე არაკანონიერი ყავთ, იმიტომ რომ დავითის შთამომავალი არ არის ჰეროდე, მეფე უნდა ყოფილიყო დავითის შთამომავალი, ებრაელიც კი არ არის. 12 შტოს არ ეკუთვნის ეს ჰეროდე, მაგრამ შორი მხრიდან ნათესავია ებრაელების. რატომ? იმიტომ რომ ებრაელები იყვნენ ისააკის შთამომავლები და ესენი იყვნენ ედომელები. მოდიში იაკობს ყავდა იაკობის შთამომავლები და იაკობის ძმას ერქვა ესავი. და ესავის შთამომავლები არიან ეს იდუმეელები, რომლებიც შორიდან მონათესავები არიან. აი ეს ჰეროდე დაწინაურდა რომის დახმარებით და ზის იერუსალიმში როგორც იუდეის მეფე. ამიტომაც მე ჭყალების ჩავში, ნახეთ, ჰეროდე იუდეის მეფე, იმიტომ რომ კან წესით ის არ არის იუდეველი მეფე. რომისგან არის მხოლოდ დადგენილი. ამიტომაც ებრაელებს ზულდათ ჰეროდე, მაგრამ ამის ძალაუფლებას ვერაფერს ვერ უპირისპირდებოდა. თან ეს ჰეროდე რითია ცნობილი? ჰეროდე დიდი ასეთი ტიტულითაა ცნობილი, რატომ? იმიტომ რომ უზარმაზარი სამშენებლო პროექტები განახორციელა მან ისრაელში. უზარმაზარი. ტაძარი, აი ჩვენ ხომ მაკეტი დანახეთ, მე რო აქ მქონდა ხოლმე. აი ეს მაკეტი, ის ტაძარი, იერუსალიმის ტაძარი, ჰეროდეს აშენებულია. მასეთი არ გამოიყურებოდა ეს ტაძარი.
ჰეროდემ დაიწყო გაფართოება ამ ტაძრის და ის თვითონ ვერც მოესწრო იმის დასრულებას, დასრულდა ტაძარი 62 წელს ქრისტეს შემდეგ. და აი ეს ჰეროდია ისრაელში, იერუსალიმში მეფე და ამ დროს იბადება ქრისტე, ნამდვილი იუდეველთა ნამდვილი მეფე. ჯვარზე რომ მიაკრავენ წარწერას, რა წერია იქ? იესო ნაზარეველი, მეფე იუდეველთა. ნახეთ, აი ხლა ქრისტეს შობა და ჩვენ ესე უნდა წარმოვიდგინოთ ეს. ქრისტეს შობისას ამ ორი მეფის დაპირისპირება იწყება. ორი მეფის, ჰეროდე დიდის და ძაღმერთის, რომელიც განკაცდა როგორც იუდეველთა მეფე. და მოვიდნენ ამ დროს მოგვები აღმოსავლეთიდან. აღმოსავლეთი რას ნიშნავს? ისრაელის აღმოსავლეთით რომელი დიდი სახელმწიფო იყო? ბაბილონი, სპარსეთი, მედოს-სპარსული იმპერია, ამ დროს უკვე ისინი არიან, სპარსელები არიან ბაბილონი და სპარსელებმა დაიპყრეს ბაბილონი, ეს სამყაროა. და როგორც ჩანს, ეს მოგვები მოვიდნენ ბაბილონიდან, ანუ სპარსული სამყაროდან მოვიდნენ, რადგან სიტყვა მაგოი, ან მოგვი ჩვენებურად არის მაგოი ბერძნულად ნიშნავს სპარსული სიტყვა და ნიშნავს ვარსკვლავად მრიცხველს, ასტროლოგს. ისინი დაინტერესებული იყვნენ სხვა იმდროინდელი მეცნიერებებით და ხდებით და ამ მოგვებმა, მაგებსაც უწოდებენ მათ, კათოლიკურ სამყაროში მათ სამი ბრძენსაც უწოდებენ, დრაივაიზენ, ხო, სამი ბრძენს უწოდებენ, მოვიდნენ იერუსალიმში ქრისტეს შობის დროს. და როგორ გონიათ, რამდენი ხანია გასული ქრისტეს დაბადებიდან? თვეები ალბათ, ხო, თვეები, რადგან იქიდან ბაბილონის სამყაროდან აქეთ მოსვლას იერუსალიმში რამოდენიმე თვე, მინიმუმ რამოდენიმე თვეა გასული. გესმით? და ეს ქრისტეს შობა, ისაც ლუკა მახარებელს აქვს აღწერილი მეორე თავში, ახლა წყემსები რომ ხედავენ ანგელოზებს, რომლებიც გალობენ და მივლენ ბაგაჟში წევს იესო ქრისტე, მათ ეს არ აქვს აღწერილი. მათ ეს ადგილი გამოტოვებულია, როცა ბაგაჟში ნახავენ მწოლარეს ბეთლემში იესოს და უკვე მათ იწყებს თხრობას იქიდან, როცა ქრისტე რამოდენიმე თვის ბავშვია, პატარა ჩვილი ბავშვია და გამოქვაბულში კი აღარ არიან, არამედ ნახეთ, მე-11 მუხლი მივიდნენ და სახლში ნახეს ისინი. უკვე სახლში არიან ესე. რატომ? იმიტომ რომ ესენი რატომ არიან ჩამოსული ნაზარეთიდან ბეთლემში? იოსების ოჯახი. მარიამი, რატომ არის? იმიტომ რომ მარიამი ფეხმძიმეა, გესმით და ფეხმძიმე ქალი მოყავს ნაზარეთიდან ბეთლემში თავის ქმარს, იმიტომ რომ აღწერა გამოაცხადა ამ დროს ჰეროდემ, რომ ხშირად ხდებოდა ხოლმე აღწერები გადასახადების გამო იმპერიაში, სხვა რაღაც მიზეზების გამო და ჰეროდ გამოაცხადა აღწერა და ყველა უნდა დაბრუნებული იყო იმ ადგილას, საიდანაც იყო ის წარმოშობით, ხო? და მარიამი და იოსები იუდას შტოდან არიან და იუდას მხარეში უნდა ჩამოსულიყვნენ და ბეთლემი იყო ერთ-ერთი იუდას ქალაქი. და აქ არიან ჩამოსულები და ამითი მათ ნახეთ აღასრულეს წინასწარმეტყველება. ეს არის მიქას მეხუთე თავში, მიქა წინასწარმეტყველი წელი ადრე ქრისტემდე, შენ კი ეფრათას ბეთლემო, ღმერთი ამბობს. უმცირესი ხარ იუდას ათასეულთა შორის, მაგრამ შენგან გამომივა ხელმწიფე ისრაელში და ძველთაგან იქნება მისი წარმოშობა საუკუნო დღეებიდან. გესმით? შენგან ეუნება ეფრათას ბეთლემო არის იუდასში, ბეთლემი ჩრდილოეთშიც იყო ქალაქი, იუდას ბეთლემში შენახარ პატარა ქალაქი ეუნება ღმერთი ისრაელის ქალაქებს შორის, მაგრამ შენგან გამომივა ხელმწიფე ისრაელში და მარადიულობიდან იქნება მისი წარმოშობა. რანაირად შეიძლება ადამიანი დაიბადოს მეფედ და მარადიულობიდან იყოს მისი წარმოშობა? როგორ შეიძლება? ამოუხსნელი იყო ეს წინასწარმეტყველება მათი რაბინებისთვისაც გაუგებარი იყო, მაგრამ მათ თქვეს, თქვენ შეგიძლიათ ეს ნახოთ, მათ თალმუდშია ეს რომ ეს ლაპარაკია ვიზე? მესიაზე. ეს ლაპარაკია მაშიახზე. ცხებულ მეფეზეა წინასწარმეტყველება რომ ბეთლემში უნდა დაიბადოს იგი. ესმით? და იმითი რომ ისინი აღწერის გამო ნაზარეთიდან წამოვიდნენ და აქ დაჩნენ და რატო იყვნენ ახლა ქრისტე დაიბადა, რამოდენიმე თვე გავიდა, ეგვიპტიდან რომ მობრუნდნენ იოსები და მარიამი,
იოსები ფიქრობდა, ხო არ დავრჩეო კიდევ აქ იუდაში, ბეთლემშიო. იმიტომ რომ ეს აღწერა დღეს რო არის არჩევნები, ერთ-ორ დღეში კი არ მთავრდებოდა ხოლმე. ეს გრძელდებოდა თვეები ხანდახან, იმიტომ რომ ორგანიზაცია ხო წარმოგიდგენია და აღწერის როგორი რთული იქნებოდა მაშინ არა ინტერნეტის და არა კომპიუტერების სამყაროში. ხო, ამიტომაც იქ თვეები შეიძლება ერთი წელის მოუწყობილიყო ადამიანი თავის მიწაზე რომ ჩაწერილი იყო იქ, სანამ მთელი რომის სახელმწიფო ამას აღწერდა. და მოვიდნენ ეს მოგვები და რას კითხულობენ? სად არის იუდეველთა ახალშობილი მეფე? და ეს რომ გაიგეს, ხა სად როგორ გონიათ მოგვები სად მივიდოდნენ პირველად? სად? იერუსალიმში. სად? სასახლეში. მეფის სასახლეში მივიდნენ, იმიტომ რომ ამათ გონიათ რომ ეს ახალშობილი მეფე სასახლეში უნდა იყოს, ხო? და მივიდნენ ჰეროდეს სასახლეში და ამბობენ რომ სად არის აბა ახალშობილი მეფე იუდეველთაო და ეს რომ გაიგო ჰეროდემ და იმ ხალხმა და მისმა ამალამ თელმა იერუსალიმმა იგულისხმოს ის ხალხი, ხო, ის ელიტა შეწუნდნენ და გავაგონდნენ რომ რა ახალშობილი მეფე, აი მეფე აქ არის რომისგან დადგენილი, ხო? და ამ წუთში ხედავ აი ეს სასტიკი კაცი ეს ჰეროდე იმ წუთში აღიგზნო ეს ცეცხლის შურის ძიების ვინ? როგორ მე ვარ რომისგან დადგენილი მეფე, ჩემ შვილებსაც არ დავინდობ, რამე რო იყოს თუ შემეცივლნენ მეფობაში და როგორ დაიბადა ვიღაცა, ვინც დაბადებით არის იუდეველთა მეფე და ამის და ჰეროდემ იუდაიზმი მიიღო თვითონაც. ის გახდა იუდეური მორწმუნე და ამ იუდაიზმის მორწმუნე გახდა იგი და მან წმინდა წერილში იცის რომ ნაწინასწარმეტყველებია ეს მეფე. მაგრამ ახლა თუ მოხდება, ეხლა ვერც ის წარმოიდგენს და ვერც ვერავინ სხვა. გესმით? და რა გააკეთა ჰეროდემ? დაიბარა უდემთავრები და მწიგნობრები და გამოკითხა მათ რომ სად უნდა დაბადებულიყო ქრისტეო. სადო, აი ტერიტორიულად. რომ გაიგოს, დაიზღვიოს თავი, მართლა ხომ არ დაიბადა და მივიდნენ ეს უდემთავრები და მწიგნობრები და წაუკითხეს რა? აი რაც მე წაგიკითხეთ. მიქა წინასწარმეტყველის მეხუთე თავი, რომ აი მიქასთან წერია რომ იუდეის ბეთლემში უნდა დაიბადოს, უთხრეს. და თან საინტერესო რა არის ნახეთ მეოთხე მუხლში და შეკრიბა ეს წიგნობრები და უდემთავრები და გამოკითხავდა მათგან სად უნდა შობილიყო ქრისტეო. ანუ თავად ჰეროდემ იცის რომ ეს ცხებული მეფე უნდა იყოს. ანუ ქრისტეს თვითონ ახსენებს ჰეროდე რომ სად უნდა შობილიყო ცხებული მეფე. მან იცის, ოღონდ ადგილი აინტერესებს ტექსტში რა წერია. ხოლო მათ უთხრეს იუდეის ბეთლემში, ვინაიდან ასე დაიწერა წინასწარმეტყველის მიერ და შენ ბეთლემ იუდას ქვეყანაო, არაფრით ხარ უმცირეს იუდას მთავართა შორის, რადგან შენგან გამომივა მთავარი, რომელიც დამწყსავს ჩემს ერს ისრაელს. აი ეს მიქას წინასწარმეტყველება, მინდა მეორე წინასწარმეტყველებაც გაჩვენოთ თქვენ. ვინც არ იცის. ნახეთ, აი წინასწარმეტყველების სიტყვები ერთმანეთს როგორ ეთანხმება და ავსებს, გესმით? მიქაში დაახლოებით მე-7 საუკუნეში ამბობს იგივეს, რადგან შეგვეძინა შვილი, მოგვეცა ძე და უფლება იყო მის ბეჭებზე, ანუ ძალაუფლება, ხელმწიფება დევს მის ბეჭებზე, სახელად ეწოდა მას საკვირველი მრჩეველი, ღმერთი ძლიერი, მარადისობის მამა და მშვიდობის მთავარი. ნახეთ, ეს ის მომენტია, როცა იესაია ამხნევებს იუდას სამეფოს, სადაც ბეთლემია. როცა იუდას სამეფოს ემუქრება საფრთხე ასურეთიდან, ისაია ეუბნება, ნუ გეშინიათ, ეგ არ მოხდება. რადგან ღმერთი გვეუბნება, ძე უნდა შეგვეძინოს ჩვენ ყრმა, ანუ ბავშვი უნდა იყოს ის, ძველ ქართულში უფრო ლამაზად არის ნათქვამი, ნახეთ, რადგან თუ ყრმა იშვა ჩვენ და, ანუ ბავშვი დაგვებადა და ძე იყო იგი, მამრობითი იყო. და მას ეწოდა დიდი განზრახვის ანგელოზი, ღმერთის განზრახვა მოიტანა ჩვენთან, რომ ნახსრულდეს ის, რაც ღმერთმა განიზრახა ჩვენი გამოხსნისთვის, საკვირველი თანაგამზრახი. ანუ მან იცის ის, რა უნდა ღმერთს.
საკვირველად თანამზრახველია ის ღმერთის, როგორც ქრისტე ამბობს შემდეგ რომ რაც სურს მამას, ის სურს ძესაც, ხო? და შემდეგ ამბობს ღმერთი ძლიერი ქვია მას და ხელმწიფე მთავარი მშვიდობისა, მამა მე-13 საუკუნეთა. აი კითხვა რომ დავსვათ ესე, რომელიმე ბავშვს დედამიწაზე შეიძლება ეწოდოს მარადისობის მამა? ჰა? ან საკვირველი თანამზრახველი ღმერთის შეიძლება ვინმე ბავშვს ეწოდოს? ან მამა მე-13 საუკუნეთა. ბავშვს როგორ უნდა უწოდო ეს ადამიანის შობის განშობილს, ხო? ანუ საუკუნეების მამაო, ის მარადისობის მამა, ხო? ანუ ვიზია ნაწინასწარმეტყველები? იესო ქრისტეს. იესაიაც და მიქაც ამბობენ რომ ის იქნება მარადიულობიდან მოსული, ანუ განკაცებული ღმერთი იქნება ის. მაგრამ კითხვა ისმის ახლა გავაგრძელებ. აი ამ მოგვებმა საიდან იცოდნენ რომ უნდა შობილიყო იუდეველთა მეფე? როგორ გონიათ? ხო, ნახეთ, აი საინტერესო ეს არის, აი ხო დავფიქრდებით, კაცო, საიდან მოვიდნენ ეს მოგვები, სპარსელები, რომლებიც იუდეველები არ არიან. ამ სარწმუნოებას არ ეკუთვნიან. აი რატომ მოვიდნენ? საიდან გადაიბადათ მეთაზე? რადგან ისინი ვარსკვლავებს აკვირდებოდნენ, ზეცას უყურებდნენ და ებრაელები 5 საუკუნით ადრე ქრისტეს შობამდე სად იყვნენ გადასახლებულები? სად? ბაბილონში იყვნენ, ხო? ბაბილონის ტყვეობა ეს ხო ცნობილია ისრაელის. და ისრაელის ეს მთელი ელიტა მოხვედა ნაბუქოდონოსარმა და წაიყვანა ბაბილონში. აი დანიელი მაგალითად წინასწარმეტყველი დანიელი იქ გაიზარდა. პატარა ბიჭი იყო რომ წაიყვანეს, იქ გაიზარდა, იქვე მოკვდა. გესმით და მთელი ეს კულტურა, სარწმუნოებრივი კულტურაც ებრაელებმა წაიღეს იქ, ხო? დაახლოებით 60 წელი ცხოვრობდნენ იქ ებრაელები, ხო? მე რომ წამოვიდნენ, ყველა კი ვერ წამოვიდა, ჯერ ნაწილი წამოვიდნენ, ახლა 100 წელი გაგრძელდა მათი იქ ყოფნა ბაბილონში და ნაწილი სამუდამოდ იქ დარჩა, როგორც დანიელი. გესმით და ეხლა მაშინ როგორც დღეს არის ასე ყოველ ფეხის ნაბიჯზე ბიბლიოთეკები კი არ იყო. ყველა ახალ წიგნს, ახალ ინფორმაციას და ახალ საინტერესო რაღაც კულტურულ ცოდნას ესე ყურადღებას აქცევდნენ ეს ხალხი, გესმით და ამათმა ბიბლია ხომ თან წაიღეს ებრაელებმა. ბიბლია ხო თან ქონდათ მათ, ხო? თორას ხუთწიგნეული, მოსეს ხუთწიგნეული თორა ხო იქ ქონდათ და იქ არის ნაწინასწარმეტყველები. ეს არის წინასწარმეტყველება, როცა ბალაამი, ეს არის მოსეს მეოთხე წიგნშია ეს წინასწარმეტყველება, როცა ბრძოლა აქვს ისრაელს, ერთ-ერთი ბრძოლა, ბალაკი იყო ესეთი მეფე, წარმართი მეფე და მათთან აგრძელდა ეს ბალაამი არის წინასწარმეტყველი. წარმართი წინასწარმეტყველია. და ეს ბალაკი ეუბნება რომ დამიწყევლე ისრაელიო. დაწყევლეო რომ დამარცხდნენ ჩემთანო და ეს ბალაამი უნდა რომ თქვას ბალაამსთან ერქვა თვალღია კაცი, ესე ერქვა მას. თვალღია კაცი, იმიტომ რომ სიმართლეს ხედავდა ამ თვალს, როცა ეცემოდაო ეს ბალაამიო, თვალები ღია რჩებოდაო. რატომ ეს რა არის თქმა უნდა ამით ბიბლიას რომ ბალაამი თუნდაღა წარმართია, მაგრამ სიმართლეს ხედავს და ისრაელს რო უყურებს ამ ბრძოლის წინ, ამბობს რომ ვერ დავწყდა, აკურთხებს, კი არ წეულის აკურთხებს, საწინააღმდეგოს ამბობს და ამბობს რომ ამოდის ვარსკვლავი იაკობისგან და იმართება კვერთხი მათგან. გესმით? ესე წინასწარმეტყველებას ამბობს. ხედავ მას, მაგრამ არა ახლოდან. უცქერი მას, მაგრამ შორიდან ამოდის ვარსკვლავი იაკობისგან და იმართება კვერთხი ისრაელისგან. ესეთ რაღაც ამბობს და ამათმა ეს ბიბლიაშია, თქვენ შეგიძლიათ ნახოთ ეს მოსეს მეოთხე წიგნში, ეს წინასწარმეტყველება, რომ ვარსკვლავი უნდა ამოვიდეს იაკობის შტოდან და ეს იქნება კვერთხი, რომელიც ისრაელის მეფობის კვერთხი იქნება. გესმით? მაგრამ შორს იქნება ეს, შორს მოხდება, ჯერ დროა ამიქამდე. და ეს წინასწარმეტყველება, როგორც ჩანს, ამ მოგვებმა იციან. რომ ვარსკვლავი რო გამოჩნდება ახალი ვარსკვლავი, ეს ნიშნავს, რომ იაკობისგან ამოვიდა, გაჩნდა ახალი ცხებული მეფე, მარადიული მეფე. და რო ნახეს, თავს ხო აკვირდებოდნენ და რო ნახეს, რომ ახალი ვარსკვლავი გამოჩნდა, დაირაზმნენ და მოდი წავიდეთ აბა ისრაელში. დაიბადა ცხებული მეფე. შევამოწმოთ, გესმით? ესენი ამას ამბობენ.
მაგრამ ძალიან ესეთი კრიტიკული საკითხია კიდევ ის, რომ ეს ვარსკვლავი ზეცაში იყო თუ რა ვარსკვლავი იყო. ხო და ნამდვილად ასტროლოგიურად დაინახეს რაიმე ახალი ვარსკვლავი. იმიტომ რომ ახალი ვარსკვლავები ხომ ჩდება სამყაროში, ხო, გალაქტიკა, აი სუპერნოვას რო ეძახიან, აფეთქდება რაღაც ვარსკვლავი, კაშკაშე ჩანს ახალი ვარსკვლავი და მერე იფანტება ნენელა ეს კაშკაშე მისი, აი ვარსკვლავი, აფეთქებული ვარსკვლავების სუპერნოვას კვალიც კი არსებობს კოსმოსში, ხო, გალაქტიკა, შეგიძლიათ შორიდან დაინახოთ ეს. ზოგი ამბობს, რომ რაღაცა ასეთი რაღაც იხილეს მათ. აი ეს ახალი ვარსკვლავი ზეცაში. იოანე ოქროპირი ჩვენი მოძღვარი, ის ამბობს, რომ მე მგონია, რომ ეს რაღაცა ღვთაებრივი გამოცხადება იყო. აი, როგორც ღვთაებრივი ცეცხლი იყო, ღვთაებრივი ვარსკვლავი იხილეს მას რაღაც სხვა, რომელიც არ იყო ასტროლოგიური, არამედ სხვა, აი როგორც ისრაელს მიუძღოდა წინ ცეცხლის სვეტი. აი რაღაც ამდაგვარი იყო იოანე ოქროპირი, რომ რაღაც ნიშანი მისცა ღმერთმა მათ. მე ვფიქრობ იოანე ოქროპირი ამბობს, რომ ეს უფრო ასეთი იყო, რატომ? იმიტომ რომ თავისი არგუმენტები აქვს. ის ამბობს, რომ ესენი მოდიოდნენ სამხრეთიდან ჩრდილოეთისკენ, ესეთი მიმართულება ჰქონდათ, ხო? ბაბილონიდან ისრაელში ესე მოდიხარ. ვარსკვლავები კი სხვა მიმართულებით ჩანს ცაზე. ვარსკვლავი აღმოსავლეთ დასავლეთისკენ მიდიან ყოველთვის როცა უყურებ და როგორ წაუძღვებოდა მათ იოანე ოქროპირი ამბობს, ისინი სხვა მიმართულებით მოდიოდნენ. ასევე როცა ჰეროდესგან წამოვიდნენ ეს მოგვებიო, ეს ვარსკვლავი მივიდაო და დაადგა სახლსო, სადაც იყო ყრმაო. ანუ ამიტომაც იოანე ოქროპირი ამბობს, რომ ეს რაღაცა ღვთაებრივი ნიშანი, ღვთაებრივი გამოცხადება იყო, რომელიც იმ დროს გზას უჩვენებდა მოგვებს იმ ახალშობილი ყრმისადმისკენ, რომელიც იყო ისრაელი, იუდეის მეფე. და მაგრამ საინტერესო რა არის? ნახეთ კიდევ. ხო მივიდნენ ისინი და უთხრეს ჰეროდეს ეს ახალი ამბავი, ხო, სენსაციური ამბავია. მღვდელმთავარი და წიგნობრებიც მოვიდნენ, ხო? და ჰეროდემ გამოკითხა სად უნდა დაიბადოსო. გაიგეს, ხალხმაც გაიგეს. ჰეროდემ განიზრახა იმ ყრმის მოკლა. წიგნობრები და ფარისეველებისთვის აბსოლუტურად სულერთია რა მოხდა. ერთადერთი, ვინც წავიდა იმ ყრმის სანახავად, ვინ იყო? მოგვები. აი, რეაქცია იერუსალიმის ამ ამბავზე, აი ხარებაზე, ხარება არის ეს რომ დაიბადა ქრისტე, ხო? წარმოიდგინეთ, როგორი კატასტროფულია ისრაელის რეაქცია, იერუსალიმის რეაქცია. ერთს მოკლა უნდა, ხელისუფლებას მისი მოკლა უნდა და ის ვინც უნდა ეძებდეს მას, როგორც მაცხებულ მეფეს, იმათ არ აინტერესებდა. აი იქ უნდა დაიბადოს ეუბნებიან. მათთვის აბსოლუტურად სულერთია. აბსოლუტურად სულერთია მათთვის, გესმით და ეს წარმართი ხალხი ეძებს მას და პოულობს. აი როგორც მოხდა, შემდეგშიც ხო ესე მოხდა, რომ საკუთარმა ხალხმა ის არ მიიღო და წარმართმა ხალხმა დაიწყო მისი ძებნა და ჩვენთან წამოვიდა სარწმუნოება. აი რა არის ამ მონაკვეთში, ნახეთ საინტერესო და ძალიან მნიშვნელოვანი. აი დღესაც აი ზუსტად ეს სამი ჯგუფია ხალხის დაახლოებით, ვინც იესო ქრისტესთან ურთიერთობს, აი ეს. ზოგიერთი აბსოლუტურად აგრესიული ათეისტია და მისი მოკლა უნდა, არ იღებს, აი დღეს ხო ურწმუნო ხალხი ზოგი ხო აგრესიულად ათეისტურია და ლანძღავს მას არ იღებს დევნის ჰეროდე და მისი სასახლე. მეორე, ვისთვისაც აი კი ქვია ქრისტიანი, მაგრამ მაინც და მაინც არ აინტერესებს ხო ეს. წაიყვანეს ბავშვობისას მონათლეს, კი იცის რომ აი ქრისტე ღმერთი უწოდებთ ესე, მაგრამ საბოლოო ჯამში მისთვის სულერთია. აი მთელი გულით გესმით როგორც ეს მოგვები წავიდნენ არ ეძებს ღმერთს. ხომ არის ჩვენ შორის ეგეთი ხალხი? მე შემიძლია სამწუხაროდ აი დიდი გულის ტყივილი თქვა რომ საქართველოს უმრავლესობა ეგეთია. მიუნხენშიც რამდენი 1000 ადამიანი ცხოვრობს, ქართველი, მართლმადიდებელი. რამდენი მოდის ტაძარში? რამდენი პროცენტი? 3-4% მეტი ხომ არა? ანუ აი იმ წიგნობრები და ებრაელი წიგნობრები და ფარისევლების მსგავსად მათ არ აინტერესებთ მისი ნახვა. გესმით? ძალიან ცოტა ის აი ჩინებული, მართლა გამორჩეული ცოტა ის ხალხი, ვინც მას მართლა ეძებს. აი იქაც ეს მოხდა ზუსტად. და ჰეროდემ ფარულად მოუწოდა მოგვებს და გამოიკითხა მათგან ვარსკვლავის გამოჩენის დრო. ჰეროდამ კითხა მათ, როდის გამოჩნდა ვარსკვლავი?
რადგან ვარსკვლავის გამოჩენის დრო ადასტურებდა მის შობას, ხო? და წარაგზავნა იგინი ბეთლემს და უთხრა წადით და გამოწვლილივით გამოიძიეთ ყმის ამბავი და როდესაც იპოვით მაცნობეთ მე რათა თავადაც მივიდე და თაყვანისცე მასო. ხოლო მათ უსმინეს მეფეს და წავიდნენ და ვარსკვლავი რომელიც იხილეს აღმოსავლეთით წინ უძღოდა მათ სანამ არ მივიდა და თავს დაადგა იმ ადგილს სადაც ღრმა იყო. ხოლო მათ ვარსკვლავის დანახვისას ძალიან დიდი სიხარულით გაიხარეს და როდესაც შევიდნენ სახლში იხილეს ყრმა მარიამთან თავის დედასთან ერთად და დაემხნენ და თაყვანისცეს მას და გახსნეს თავიანთი საუნჯე და მიართვეს მას ძღვენი ოქრო, გუნდრუკი და მური და ეუწყათ სიზმრად არ დაბრუნებული იყვნენ ჰეროდესთან და სხვა გზით მიბრუნდნენ თავის ქვეყანაში. ნახეთ რა მოხდა? მოისმინეს მასეთ ჰეროდესგან, როგორც ჩანს მათ ისინი მიხვდნენ, რომ ჰეროდე საშიშროება ამ ბავშვისთვის. ჰეროდე იმიტომ ეუბნება, რომ როდის დაიბადა, რომ გაიგოს დაახლოებით რამდენი წლის უნდა იყოს, რამდენი თვის უნდა იყოს და სად დაიბადა, გაიგო ესეც ბეთლემში და ეს მკვლელი ეს ჰეროდე აგზავნის მათ რომ გაიგონ, მოძებნონ, რომ მივიდეს და თაყვანისცეს ვითომ და სინამდვილეში მისი მოკლა უნდა. ერთი ამბავი, აი ჰეროდეს პიროვნება, ნახეთ, ცნობილია იოსებ ფლავიუსი ხო იყო ასეთი ისტორიკოსი და იუდეური ომი აქვს მას დიდი თხზულება დაწერილი აღწერს იმ ამბებს ისრაელის ისტორიას იმ დროს პირველ საუკუნეში როცა რომაელებმა ტაძარი დაანგრეს. იუდაური ომი ეს იყო. და ჰეროდესაც ახსენებს იქ. და წარმოიდგინე აი ჰეროდე რა კაცი იყო, ზოგიერთებს ის რომ ჰეროდემ ბავშვები ამოაწყვეტინეს, ღაპარი გონია. იქ ხომ მან გააგზავნა შემდეგ ჯარი და ბავშვები ამოაწყვეტინა, რომ იქნებ ქრისტეც მომკვდარი იყო იქ, იმან ბავშვებს შორის. და რო კვდებოდა უკვე მოხუცია, ძალიან დავატყობებული კაცი ყოფილა, ეს აღწერილია იოსებ ფლავიუსთან ეს ჰეროდე ბოლოს და აი ესეთი ავატყოფი კაცია და ბოლოს სიკვდილის წინა წელს დაახლოებით მოხდა ესეთი რამ იერუსალიმში ეს ჰეროდე რომაული და ჰელენისტური კულტურის გავრცელებისთვის იყო ძალიან მონდომებული მთელი ის მის მეფობის პერიოდი და იერუსალიმის ტაძარში მან რომაული ორთავიანი არწივი როა ხომ იცით ეს სიმბოლო რომის იმპერიის ის მიამაგრებინა ტაძარში რომ რომის იმპერია აქაც ბრძანებელი და იყვნენ ფარისეველთან ორი ახალგაზრდა კაცი გამოჩნდაო ფარისეველთაგანო და ჩამოგლიჯესო ეს არწივიო რომ ამის ადგილი აქ არ არისო ეს ღვთის ტაძარიაო. რა თქმა უნდა ჰეროდემ ახლა არაპატიებდა ამას და შეიპყრო ეს ხალხი ისინი მისი მიმდევრები და ეს ახალგაზრდა ბიჭები კაცები ჩააყრევინა ციხეში. და კვდება გესმით კვდება და ესეთ იოსებ ფლავიუსს აქვს აღწერილი ესეთ ნანდერს ტოვებს ეუბნება რომ მე რომ მოკვდებიო ვიციო რომ ესენი გაიხარებენო ებრაელებიო იერუსალიმში. ამიტომ მოგიბრძანებთო რომ მე რომ მოკვდებიო იმ წამს დახოცეთ ეგენიცო. რომ ატირდნენო იმ შვილებზეო და ჩემზე ტირილის გამოუვიდეთო. რომ არავინ არ იტირებდა მისი სიკვდილის გამო და დახოცეთო რომ იტირონო რომ ნახოთ ხალხმა რომ ტირიან ჩემზეო გესმით და საბედნიეროდ მერმა მისმა დამ და მისმა სიძემ ეს არ შეასრულეს ეს ბრძანება ჰეროდემ მოკვდა და ისინი არ და აი წარმოგიდგენთ რა კაცი იყო და ეხლა ვიღაცა შეიძლება წარმოუდგენლად მოეჩვენოს რომ მან ის ბავშვები ამოაწყვეტინა იქ ხო ხომ არა და ამას აკეთებს ჰეროდე და მაგრამ ესენი რომ მივიდნენ იქ იპოვეს ის სახლი ნახეს სახლი უკვე დაახლოებით 7 კილომეტრია იერუსალიმიდან ბეთლემამდე და მივიდნენ და შევიდნენ იმ სახლში და ვარსკვლავმა აჩვენა ის გზა ადგილი დაემხნენ ნახეთ უკვე იმდენი რამე მოხდა მათ თავსაც საინტერესო და წარმოუდგენელი რომ მოგვები ხვდებიან რომ ეს რაღაცა განსაკუთრებული ბავშვია რაღაცა სხვა არის ამ ბავშვის თავს იმიტომ რომ მართლაც იპოვეს ის ვისაც ეძებდნენ და შევიდნენ ბავშვი არის ალბათ 3-4 თვის შეიძლება ცოტა მეტისაც და დაემხნენ თაყვანისცეს და ამოიღეს საჩუქრები ეს ნახეთ ხან მე ეს კათოლიკურ სამყაროში ჩვენთანაც
ბევრი ესეთი ლეგენდები შეიმოსეს ამ მოგვებმა. ჩვენ გამოსახავენ ხოლმე სამკაცს, ხო? სამი მოგვია ხოლმე გამოსახული, მაგრამ სახარებაში არ წერია 3 იყვნენ, 2 თუ 5. მოგვები წერია. გესმით? აი ესე ხდება ხოლმე, რომ შემდეგ ეკლესია აფორმებს ამას ისე, რომ ხალხისთვის სასიამოვნო და ადვილად დასამახსოვრებელი იყოს, თორე რადგან თან წერია ოქრო, გუნდრუკი და მური 3 ძღვენია, იფიქრეს რომ ალბათ 3 იყვნენო. მაგრამ შეიძლება 2 იყვნენ, ან 5 იყვნენ, ვინ იცის? ან 10 იყვნენ, ხომ არავინ არ იცის, მაგრამ თავარია ის რომ ისინი იქ იყვნენ. და ეს ძღვენია ძალიან მნიშვნელოვანი, გესმით? ხო, ჩვენ ხო ვიცით ეს ოქრო ნიშნავდა იმას, რომ მეფეს, გუნდრუკი ნიშნავდა როგორც ღმერთს, საკმეველი მიართვეს და მური იყო ნელსაცხებელი, რომელსაც კვდრის დასაბალზამებლად იყენებდნენ და როგორ ის უნდა მოკვდებოდა ის, მათ უკვე ეს აი ამ თავიანთ საჩუქრებში იწინასწარმეტყველეს სიმბოლურად, მაგრამ უფრო მეტია ამ საჩუქრებში ნათქვამი. გესმით? მე ძალიან კარგი ახსნა შემხვდა ერთ ადგილას და მინდა ის თქვენ გაგიზიაროთ. აი ოქრო არის, აი ჩვენ მაგალითად დღეს ქრისტეს ოქროს ხო ვეღარ შევწირავთ. აი ეს ოქრო, გუნდრუკი და მური არის ჩვენი ძღვენი დღეს. ჩვენ რაც უნდა ღმერთს შევწიროთ, გესმით? აი ოქრო როგორ შევწირო ქრისტეს? მე მისი სახარების გავრცელებისთვის უნდა გავიღო მატერიალური. აი ეს არის, გესმით? იმიტომ რომ ქრისტეს ოქრო რომ მიუტანეს ამ მოგვებმა, როგორ გონიათ იოსებმა რაში გამოიყენა ეს ოქრო? აი რაში გამოიყენებდა, როგორ გონიათ? მისმა მამამ და დედამ, აი ეს ოქრო რაც მათ აჩუქეს, ალბათ რაღაც კივრში იქნებოდა, ხო რაღაც ქისა იქნებოდა. აი რაში გამოიყენეს? საინტერესოა, რაში პირველ რიგში რაში გამოიყენებდნენ? როგორ? რაში? აღდაში. კიდევ? ისინი გაიქცნენ ეგვიპტეში. სულ რამოდენიმე დღეში მათ უწევთ ეგვიპტეში გაქცევა, იმიტომ რომ ჰეროდემ გადაწყვიტა რომ დახოცოს ბავშვები, ხო? მათ ხო გაიგეს რომ აი მეზობელ სოფლებში დადიან რაღაცა ის ხდება. აი ეს ოქრო ქრისტეს გადასარჩენად გამოიყენეს, გესმით? აი ეს იმდა ეგვიპტეში რომ წავიდნენ, იქ უნდა ეცხოვრათ, რაღაცით უნდა შეენახათ თავი. ანუ ქრისტესთვის არის ოქრო მისი სახარების გადასარჩენად, გესმით? და დღეს ჩვენც აი რასაც ვწირავთ ფულს, მატერიალურს, ეს არის ქრისტეს სახარების გასავრცელებლად, გესმით? აი მე თუ მინდა დღეს იმ მოგვევით ოქრო შევწირო ღმერთს, აი მაგალითად აი ვიღაცას აინტერესებს სახარება და არა აქვს. Შეგვიძლია ვიყიდო ერთი 10 სახარება და ვაჩუქო იმ ხალხს. აი ერთმა ჩვენ მორწმუნეებმა მაგალითად ამასთანაც 3 წელი ბიბლია მომიტანა და ხო გადაიხადა იმ ბიბლიაში, ხო ერთი რამ 50 ევროს მაინც ხო გადაიხია 3 წელში. და მითხრა მამაო, აი ეს 3 ბიბლია ვიყიდეო და აი შენ კონდესო რა და რომ მოვა ვინმეო, გერმანული ბიბლიები იყო სხვა შორის და აი რომ მოვა ვინმეო და ბიბლია არ ეკნებაო, აჩუქეო. მან გესმით, მან ოქრო შესწირა ქრისტეს მისი სახარების გასავრცელებლად. აი ეს არის თავი. ხო იგივე რასაც ჩვენ ტაძრისთვის ვაკეთებ, ან ხანდახან მე მაგალითად აი სახს მიდივარ ხოლმე სხვა ქალაქში რომ ჩავიდე რომ წირვა სახარება მივიტანო, ხო ხთის სიტყვა. აი ვიღაც მოდის ხოლმე და მჩუქნის რომ აი მამაო გზისთვის გამოგადგე მაგალითად. რომ მე იქ ჩავიდე და ქრისტეს სახარება იქ მივიტანო, ხო? აი ეს არის ზუსტად ის, რაც მოგვებმა მას აჩუქეს. მეორე საკმეველი. აი ფსალმუნში ხო არის ეს სიტყვები წარემართოს ლოცვა ჩემი, ვითარცა საკმეველი შენს წინაშე, ღმერთს ვეუბნები. ჩემი ლოცვა, ჩემი ფიქრი, ჩემი საქმე, ყველაფერი რასაც მე ვაკეთებ, როგორც საკმეველი, ისე ადის ღმერთთან. ჩემი ცხოვრება, გესმით? ჩემი ცხოვრება არის საკმეველი ღმერთის კეთილსურნელება. გესმით? აი ძველ აღთქმაში ხო ასე იყო იმ სამსხვერპლოზე, სადაც დიდი ცეცხლი ენთო და ამ ცხოველს რომ შესწირავდნენ, მათ კრავს, ცხვარს. ამ ცხოველს დაძებდნენ ხოლმე და რომ დაიწვებოდა ეს სხვერპლის სუნი, წერია რომ კეთილსურნელებად ადიოდაო ღმერთამდე სუნიო. მაგრამ დღეს სხვერპს აღარ წირავთ ჩვენ. აბა რას წირავთ? ჩვენ საკუთარ ცხოვრებას, ჩვენ საქმეს, ჩვენს ფიქრებს და უნდა იცოდეთ რომ აი ეს ყველაფერი საკმეველივით ადის ზევით და მესამე მური ხო სიკვდილთან არის დაკავშირებული. სიკვდილთან, ხო? აი ყველაფერი ის, რასაც ჩვენ ცოდავთ, რასაც ჩვენ ჩავიდენთ,
ან დაგვამძიმებ სიკვდილისთვის სიკვდილთან რაც არის დაკავშირებული ხო ყველაფერი უნდა მიუტანო თუ ფალსდა ვთხოვოთ პატიება ამისთვის გესმით ეს მური ამის სიმბოლოა აი შევწოდე იმ სულამ ხო დაამძიმა ჩემი სული სიკვდილის ნესტარია ცოდვა ხო აი აუცილებლად ის უნდა მოვიხსნა მე და მივიდე ღმერთთან და აღსარებაში უთხრა ღმერთო აი მოგიტანე ჩემი ცოდვა აი რა ჩავიდინე გამათავისუფა იმიტომ მური იმიტომ მიუტანეს რომ ის მური ხო ქრისტეს სიკვდილს განასახიერებდა და მისმა სიკვდილმა რაქნა ჩვენ გამოგვიხსნა სასჯელისაგან გესმით და ერთხელ გამოხსნილები ამ სასჯელისაგან აღარ უნდა დაუმძიმდეთ ცოდვით ვასაგებია ხო აი ეს ოქრო გუნდრუკი და მური ძალიან ღრმა შინაარსის საჩუქრებია რაც მათ მიიტანეს ხოლო მათი წასვლის შემდეგ მე-13 მუხლი მათი წასვლის შემდეგ ანგელოზი უფლისა ეჩვენა სიზმრად იოსებს და უთხრა ადექი წაიყვანე ყრმა და დედამისი და გაიქეცი ეგვიპტეს და იყავი იქ სანამ არ გეტყვი შენ ვინაიდან ჰეროდეს სურს მოძებნოს ყრმა და მოატყდინოს იგი ისიც ადგა წაიყვანა ყრმა დედამისი ღამით და წავიდა ეგვიპტეში და იყო იქ ჰეროდეს აღსასრულამდე რათა აღსრულდეს სიტყვა უფლისა თქმული წინასწარმეტყველის მიერ ეგვიპტიდან მოუხმეო ჩემს ძეს აი ეს მონაკვეთი იოსებს უკვე მე-13 ეცხადება სიზმრად ანგელოზი და ატყობინებს ღვთის ნებას კითხვა იბადება ასეთი სიზმარში რატო ელაპარაკებოდა აი სიზმრად რატო ხდება ხოლმე რომ სიზმრად ეცხადება ან ანგელოზი ან ღმერთი უცხადებს სიზმარში ადამიანს რატომ ხდება ეს ადამიანი უძლურია მაგ დროს ღმერთი ხო ადამიანი არის პასიური მაგ დროს და ღმერთია მოქმედი იმიტომ რომ ჩვენ ღმერთის ნების შეცნობაში ყველაზე მეტად ხელს რა გვიშლის საკუთარი მე საკუთარი ეგო ჩვენი აქტიური ეგო ჩვენი აქტიური ფიქრი ხო ჩვენ ხო ამას უკვე ისე ვარ ჩეჩოულები რომ ვეღარ ხვდები აი ყველაზე მეტად ეს გვიშლის ამპარტალნება ჩვენი ეს ხო ჩვენ ხიზელ არსებობაში არის ყველაზე მეტად აქტიური ხომ ასე როცა ადამიანი პასიურია მისი გონება ცნობიერება სხეული და იძინებს აი იმ დროს ღმერთი სარგებლობს ხოლმე რომ გააგებინოს მისი ნება ადამიანს ეს იმას კი არ ნიშნავს რომ ყველა სიზმარი რამესნია რაღაცას ნიშნავს რა თქმა უნდა არა სიზმარი ამას თავს აქვს თავისი ფსიქოლოგიური საფუძველი მიზეზები რაც და სიზმარი ყველა არ არის ღმერთისგან მაგრამ მე თქვენ გეტყვით ერთ ძალიან მარტივ წესს როგორ უნდა გაარკვიოთ ღმერთისგან არის თუ თქვენი საკუთარი ქვეცნობიერისგან არის სიზმარი თუ ღმერთისგან არის სიზმარი შენ ეჭვიც კი არ მოგივა რომ ეს სხვა ხო რამე ხომ არ არის თუ ღმერთისგან არის სიზმარი შენ ნამდვილად იცი რომ ეს ღმერთისგან არის აი როცა ისე ჭოჭმანობ რომ რატო დამესიზმრა ვიფიქრე ამაზე ნერვიულობდი რომ ეს უკვე არის ეს შენი საკუთარი სამშვინვიერი მხარისაგან მაგრამ როცა ღმერთი გატყობინებს რაღაცას შენ დანამდვილებ ეჭვიც კი არ ნამდვილად იცი რომ ეს ღმერთისგან არის მე მგონი ჩვენ უსწავლესობას ეს არასდროს არ გონია ჩვენ იმიტომ რომ ჩვენ უბრალოდ ჩვეულებრივი ადამიანები ვართ მაგრამ აი იოსებს რომელიც მარიამის ქმარი იყო და ამ დიდ განგებულებაში მონაწილეობდა 4-ჯერ ეცხადება სიზმარში აი ამ თავში 4-ჯერ პირველ და მეორე თავებში 4-ჯერ ეცხადება სიზმრად ღმერთი რადგან იოსებიც კაცია ხომ იოსები ჩვეულებრივი ადამიანია ხომ ამხელა რაღაც ხდება მის თავს და ფიქრები მოზდის, აი წინა თავში ხომ ნახე ჩვენ ეჭვი ეპარება, წუხს, ნერვიულობს, არ იცის რომელია სწორი გზა. ამიტომაც როცა იძინებს იგი, მაშინ ატყობინებს ანგელოზი, და თვითონ გაპასიურებულია ძინძ იმ დროს ეუნება ნებას, დგება იოსები, ზუსტად იცის რა უნდა გააკეთოს, კიდებს ხელს ამ თავის ცოლს და ყრმას და მიდის ეგვიპტეში რადგან უთხრა ანგელოზმა რომ ჰეროდეს სურს მოძებნოს ყრმა და მოკლას იგიო. წავიდა ეგვიპტეში და ეს იმიტომ მოხდა ამბობს მათემაყარებელი, რათა აღსრულდეს სიტყვა წინასწარმეტყველისა, რომელიც ამბობს ეგვიპტიდან მოუხმე, ეგვიპტიდან დაუძახე ჩემს ძეს. ეს არის ძალიან საინტერესო ადგილი და კიდევ ერთხელ გვიდასტურებს იმას, რომ მათე ებრაელებისთვის წერს სამსახარებას. პირველ რიგში იუდეველთათვის წერს სამსახარებას. რადგან მათი ცოდნენ, წარმატება ის რა იცოდნენ?
ეგვიპტიდან დაუძახეთ ჩემს ძეს, ებრაელმა ეს ძალიან კარგად იცოდა რა იყო. ნახეთ, როდესაც ეგვიპტეში არიან მონობაში ისინი, ხო, ქრისტემდე დაახლოებით 1500-1600 წლის ადრე. მოსეს რომ ეუბნება, ღმერთი, მიდი ფარაონთან და უთხარიო, გაუშვი ჩემი ერიო, რას ეუბნება? ეს არის გამოსვლათა წიგნის მეოთხე თავში. რას ეუბნება ისრაელზე? ჩემი პირმშო შვილია ისრაელი, გაუშვი რომ თაყვანი მცესო, ასე უთხარიო. ისრაელი ჩემი პირმშო შვილია, ერთადერთი პირველი და განუმეორებელი ურთიერთობა მაქვს მე ისრაელთან, ღმერთი ეუბნება, გაუშვი რომ თაყვანი მცეს. ფარაონი არ უშვებს და ამიტომაც 10 უძლიერესი სასჯელი მოევლინება მას, გესმით? ესე ებრაელმა ხომ იცოდა. შემდეგ ოსია წინასწარმეტყველი ამბობს, რომ ისრაელზე რომ სანამ ყრმა იყო ისრაელი, მიყვარდა იგი და ეგვიპტიდან წამოვიყვანე ჩემი ძეო. ანუ ისრაელი სამჯერ კიდევ ახალგაზრდა იყო, ანუ ახალი ერი იყო, მიყვარდა ამბობს ღმერთი და ეგვიპტიდან წამოვიყვანე ის, მაგრამ ოსია მე-11 თავში ამბობს, რომ მაგრამ არ მისმენდაო. არ მისმენდა მაინც ჩემი შვილი ისრაელიო, მიყვარდა მე ძალიან, მაგრამ რაც უფრო მეტად ვიკრავდი და ვეძახოდი, უფრო მეტად გამირბოდა. ანუ ისრაელი კი იყო მისი პირმშო შვილი, მაგრამ არ იყო დამჯერი შვილი, ნამდვილი შვილი, ძე არ იყო მისი. მაგრამ ვინ იყო ღმერთის ნამდვილი ძე? იესო ქრისტე. ახეთ ეს ადგილი მინდა გაჩვენოთ, ეს ისაიას 49 თავში, სადაც ჩვენ ხვდებით, რომ ნამდვილი ისრაელი, რომელიც ეგვიპტიდან წამოვიდა მერე და არასდროს არ უღალატა მან ღმერთს, იყო იესო ქრისტე. ნახეთ, ესაიას 49 თავში. მითხრა, ანუ ქრისტე მესია ამბობს, მითხრა ღმერთმა, მესამე მუხლი. ჩემი მორჩილი ხარ ისრაელ, შენით გამოვაჩენ ჩემს დიდებას. ჩემი მორჩილი ხარ ისრაელ, ქრისტეს უწოდებს ისრაელს. ქრისტეს ერთ-ერთი სახელი არის ისრაელი. შენით გამოვაჩენ ჩემს დიდებას. და თქვა ამერე ღმერთმა, ცოტა ჩემი მორჩილი რომ იყავი იაკობის შტოთა აღსადგენად და ისრაელის ნატამალის მოსაქცევად. ხალხების ნათლად გაგხდი, რათა ჩემმა ხსნამ ქვეყნის კიდეებამდე მიაღწიოს. ნახეთ რა შეუნება. შენ ჩემი ნამდვილი ძე ხარ, ჩემი მორჩილი ხარ ისრაელ, ქრისტეს ეუბნება, მაგრამ ღმერთი ახსენებს რა ეუბნება, ეს წინასწარმეტყველებს 7 საუკუნით ადრე. ცოტა შენი ყოფნა ისრაელისთვის. ხალხების ნათლად გაგხდი, რომ ჩემმა ხსნამ ქვეყნის კიდეებამდე მიაღწიოს. ებრაელები მაგალითად, აი ამ თავს 59 თავის ამ ადგილს როგორ განმარტავენ, იცით, რომ ისრაელზე აქ ლაპარაკიო. ქრისტეზე არ არისო აქ ლაპარაკი. ისრაელზეა ლაპარაკი. ან იმ მესიაზე, ცხებულ მეფეს, რომელიც ბოლოს მოვა ქვეყნის დასასრულს, ხო? ისინი ხო ელოდებიან მასშტაბს. მაგრამ აქ წერია ხალხების ნათლად გაგხდი, რომ ჩემმა ხსნამ ცხონებამ ქვეყნის კიდეებამდე მიაღწიოს. როდის გახდა ისრაელი ხალხთა ნათელი? მოხდა როდის ისტორიაში იგი? არა? ხო არ მომხდარა. ისრაელი როგორც ერი, ხალხთა ნათელი ისრაელი არ გამხდარა. თუმცა ისრაელმა ერმა ძალიან ბევრი დიდებული საქმეები აღასრულა ამ კაცობრიობაში, ხო? დიდი მეცნიერები ყავდა, დიდი გამოჩენილი ხალხი, მაგრამ ხალხთა ნათელი ისრაელი არასდროს არ ყოფილა. და არც ხსნა, არც ცხონება და არც გამოხსნა, როგორც ერს ისრაელს სოფლიოსთვის ხომ არ მოუტანია. აბა ვიზე ამბობს? ესე იგი ერთზე ამბობს, იაკობის თესლზე ამბობს, აბრაამის თესლზე, დავითის შთამომავალზე, ცხებულ მეფეზე, ერთზე, იესო ქრისტეზე. და ნახეთ, ბოლოს, რათა ჩემმა ხსნამ ქვეყნის კიდეებამდე მიაღწიოს. 59 თავის მე-6 მუხლი. ნახეთ, აი, როცა გელაპარაკება, თვითონ მე შეგიძლიათ ეს მუხლი აჩვენოთ როგორც დიდი წინასწარმეტყველება. რათა ჩემმა ხსნამ ქვეყნის კიდეებამდე მიაღწიოსო. ჩემი ხსნა, რა სიტყვა წერია, როგორც წეგან ვახსენეთ? ჩემი ხსნა, ებრაულად რა წერია? იეშუა. რათა იეშუამ ქვეყნის კიდეებამდე მიაღწიოს.
ვისმა ისრაელის წმენამ როდის მიაღწია იუდაიზმმა ქვეყნის კიდებამდე არასოდეს ქვეყნის კიდებამდე მიაღწია იეშუას მოძღვრებამ ხო აგენ არგენტინა ქვეყნის დასასრულია და იქაც წამთ ხო ჩვენთვის ქვეყნის დასასრული თორე შეიძლება ის თვითონ ცენტრატულიან თავის თავს ხო გასმით იაპონიაშიც არის ქრისტეს მორწმუნეები ქვეყნის ყველა კიდეს მიწვდა მხოლოდ იეშუა მასიახის მოძღვრება გესმით აი ასე აღსრულდა ეს წინასწარ მეტყველება რომ ეგვიპტით მოუხმე ჩემს ნამდვილ ძეს შემდეგ მაშინ რა იხილა რა ჰეროდემ რომ მოტყუებული იქნა მოგვებისა მიერ ძალზე განრისხდა წარგზავნა ხალხი და ამოაწყვეტინა ყოველი ყრმა ბეთლემსა და თელმის შემოგარენში 2 წლისა და უმცირესი თანახმად ასაკისა რომელიც გამოიკითხა მოგვებისაგან მაშინ აღსრულდა თქმული იერემია წინასწარმეტყველის მიერ რომელიც ამბობს ხმა გაისმა რამაში გოდებისა და ტირილისა და დიდი გლოვისა რაქელი დასტირის თავის შვილებს და არასურს ნუგეში ვინაიდან აღარ არიან ნახეთ ამის შემდეგ ჰეროდე წარმოიდგინეთ როგორ გარისხდებოდა ჰეროდე ახლა ეს სასტიკი ადამიანი რომ მოატყუეს მოგვებმა სპარსელებმა იგი და ისედაც სპარსელები და რომაელები სამკვდროს საიზოცხლოდ იყვნენ გადაკიდებული ერთმანეთზე ეს ორი დიდი იმპერია და ამიტომაც ამ სპარსელებმა როგორ მოატყუეს გაარისხდა ძალიან და გააგზავნა ჯარი და დაახოცინა იქ ბავშვები 2 წლის ქვევით რომ ყველა მოყოლილი იყო იმ ჟლეტაში იმ რეპრესიებში ასე ვთქვათ რაც ჰეროდემ განიზრახა რა თქმა უნდა ეშმაკი შთაგონები ნახეთ ეშმაკი დაბა ქრისტეს შობიდანვე ებრძვის მას ქრისტეს შობისთანავე ეშმაკი ცდილობს რომ ის მოკლას იმიტომ კაცის მკვლელია ეშმაკი გესმით დასაბამიდან კაცის მკვლელი იყო იგი ხო წერია ბიბლიაში ეშმაკი და ბავშვების მკვლელობაც აი იქიდან არის რომ ჰეროდა არის მისი იარაღი და ამ დროს მათე მოყავს იერემია წინასწარმეტყველის ნათქვამი რადგან ძალიან საუკეთესო ახსნა ამ ყველაფრის იერემიას ეს არის იერემიას 31 თავში იერემია წინასწარმეტყველი იყო აი მე მინდა ცოტა ეს ინფორმაციაც თქვათ ხოლმე რომ შემდეგ თქვი რომ აი იერემიას წიგნს წაიკითხავთ ხომ იცოდეთ რას ეხება ის იერემია იყო ძველი აღთქმის წინასწარმეტყველი და ის ცხოვრობდა ზუსტად იმ დროს როცა ბაბილონის ტყვეობაში წაიყვანეს ისრაელი აი ხო ახსენეთ ბაბილონის ტყვეობა 586 წელს ხო მე-6 საუკუნეში ქრისტემდე. აი იერემია ცხოვრობდა იმ დროს და იერემია ქადაგებს, ეს მე-6 საუკუნეა ქადაგებს, რომ მოიქეცით, რომ ახლოს არის განსასწრელი უკვე. დაუბრუნდით ღმერთს, თორემ მოდის სასჯელი და ის იერემიას არ უსმენენ. სცემენ. აი ამ წინასწარმეტყველების გამო სცემენ, ტანჯავენ, ციხეში აგდებენ და არ უსმენს ისრაელი იერემიას და მოდის ნაბუქოდონოსორი, ბაბილონის მეფე, იპყრობს ისრაელს და მიყავს ტყვეობაში ისრაელი და რამაში გაისმა გოდების ხმაო. რამა იყო ადგილი იერუსალიმსა და იერუსალიმის ჩრდილოეთით, ისრაელის და იუდას სამეფოს საზღვარზე. ანუ ისრაელის ცენტრში იყო ეს ქალაქი რამა და რამაში იყო პუნქტი, სადაც ამ ტყვეებს აგროვებდნენ ხოლმე ბაბილონელები. აი ესეთი საკრები ადგილი იყო და თვითონ იერემიაზეც წერია ბიბლიაში რომ იქ წაიყვანეს იერემიაც მე-40 თავში წერია იერემიასი და იქიდან გამოუშვეს ისევ უკან რადგან მეფეს უთხრეს მეფეს ნაბუზარადანი ყავდა ესეთი დიდი ვეზირი ნაბუქოდონოსორს და ნაბუზარადანს უთხრეს რომ ეს ის კაციაო ვინც აფრთხილებდა ამათო ჩვენ შესახებო და იმათ უთხრეს ოჩახ კარგად გითქვია რასაც ამბობდიო და გამოუშვეს იერემია აი რამა იყო ასე ადგილი და იმ რამაში იყო გოდება ტირილი რადგან შვილებს დედებს ართმევდნენ და მიყავდათ ტყვეობაში ბაბილონში და აი ამ ბავშვების კვლელობის დროს ეს ამბავი მოყავს მინდა ეს ადგილი ჩვენ ვნახოთ იერემიას 31 თავი რატო ამბობს ამას მათე მახარებელი რადგან ჩვენ ვიცით რომ ეს ბავშვები ჩვენთან ხო წმინდანებად არიან შერაცხულები ამ ბავშვებს
ბეთლეემში ამოწყვეტილი ბავშვების ხსენებაც კი არის ჩვენს ეკლესიაში, ხო? და მათზე ამბობს ეკლესია, რომ ისინი ვინ არიან? პირველი მოწამეები არიან ქრისტესათვის. მაგრამ ისინი ხო აი ესე არ გამქრალან და არ დაკარგულან, ხო? ნახეთ, აი რამაზე როცა ლაპარაკობს იერემია, ეს არის 31 თავი იერემიას წინასწარმეტყველების. ასე ამბობს უფალი, ხმა ისმის რამაში, მოთქმა და მწარე ტირილი, რაქელი დასტირის თავის შვილებს, არასურს ნუგეში თავის შვილებზე, რადგან აღარ არიან ისინი. ასე ამბობს უფალი და შემდეგ იერემია ამხნევებს მათ. ასე ამბობს უფალი, თავი შეიკავე ტირილისაგან და ნუღარ დაღვრით წრემლებს, რადგან არის შენი შრომის საზღაური, ამბობს უფალი, დაბრუნდებიან შენი შვილები მტრის ქვეყნიდან. ნახეთ? ეს დედები დასტერიან თავის შვილებს და იერემია უნება ღმერთი ამბობს, რომ მაინც არ დაიკარგებიან ისინი. ისინი მტრის ქვეყნიდან დაბრუნდებიან. და მართლაც ისრაელის 70 წლის შემდეგ ის ბავშვები დაბრუნდნენ ისრაელში. და მათე ამას რატო ახსენებს, რომ რახელი იყო ისრაელის დედა ერთ-ერთი, ხო, იაკობის ცოლი იყო რახელი, იმ 12 მამამთავრის 4 იმხედან მეოთხე ცოლი იყო ეს და ორი ვაჟიშვილი იყო რახელი იქიდან, გესმით? მაგრამ ნამდვილი ცოლი იაკობი ისრაელის მამამთავრის იყო რახელი. და რახელი ტირის ნიშნავს, რომ დასტირის ამ ისრაელს, ამ ისრაელის შვილებს, რომ მიყავთ ისინი სხვა ქვეყანაში, მაგრამ მტრის ქვეყანა რომელია დღეს ჩვენთვის? რუსეთი? აბა რომელია მტრის ქვეყანა? სიკვდილი, ჯოჯოხეთი, უღმერთობა, აი სადაც ღმერთი არ არის. და ეს ბავშვები რომ დაიხოცნენ, იერემიას სიტყვა ყველაზე კარგად ამხნევებს, ნუგეშინია, ეს ბავშვები ღვთის წინაშე არ დაიკარგებიან, დაბრუნდებიან ისინი, როგორც მოწამეები, პირველი მოწამეები, ვინც სისხლი დაღვარეს ქრისტეს შობისთვის, გესმით? აი ეს შინაარსია იმაში მათე რატო გვიმოწმებს იერემია წინასწარმეტყველს, გესმით? და ახსენებია იქ ის რახელი, როგორც თქვით, რომელიც იყო იაკობის ცოლი და მისი ტირილი. და როდესაც აღესრულა ჰეროდე მე-19 მუხლიდან, როცა აღესრულა ჰეროდე, ანგელოზი უფლისა გამოეცხადა სიზმრად იოსებს ეგვიპტეში, ეს უკვე მეოთხე გამოცხადება ის იოსების და უთხრა, ადექი და წაიყვანე ყრმა და დედა მისი და წადი ისრაელის ქვეყანაში, ვინაიდან მოკვდნენ ისინი, ვის ეძებდა ყრმის სულს. ანუ პოლიტიკური ცვლილება მოხდა ამ დროს. ისრაელში ჰეროდე მოკვდა, ეს იყო ჰეროდეს ცნობილია რომაული ისტორიული წყაროებიდან, რომ 4 წელს მოკვდა წელთაღრიცხვამდე ჰეროდე და მან თავისი სამეფო გაუყო მის სამ ვაჟს და არხელაოსი, რომელიც ყველაზე სასტიკი იყო მის ვაჟებში, ყველაზე სასტიკი მამის შემდეგ, ის არხელაოსი დარჩა იუდეაში მეფედ და უკვე პირდაპირ მტერი აღარ არსებობს იესო ქრისტესი და თან ალბათ მათ არც იციან, რომ გაქცეულია ყრმა, იმიტომ რომ ეგვიპტეში გაიქცა იგი და დაბრუნდი ისრაელში და დაბრუნდა იგი და მივიდა ისრაელის ქვეყანაში. მაგრამ როდესაც გაიგო არხელაოსი მეფობსო იუდეაში მამამისის ჰეროდეს ნაცვლად, შეეშინდა იქ მისვლა და სიზმრისეული ჩვენებით გაფრთხილებულმა მიაშურა გალილეის მხარეს და მივიდა და დაესახლა ქალაქში, რომელსაც ქვია ნაზარეთი. რათა აღსრულდეს თქმული წინასწარმეტყველთა მიერ ნაზარეველად იწოდებისო. ნახეთ? ანუ მობრუნდა იოსები და წარმოიდგინეთ იოსების ფიქრები როგორც ჩანს ასეთია, რომ ხომ არ დარჩეს იუდეაში ისე, იმიტომ რომ იუდეველია, თვითონ იუდაშტოს ეკუთვნის, თუმცა ის ნაზარეთში ცხოვრობდნენ ისინი. ღვთისმშობელზე წერია, რომ ხარება როცა მოხდა, როცა მას ახარა გაბრიელ მთავარანგელოზი, რომ ნაზარეთში იყო მივლინებული ის მთავარანგელოზი და ნაზარეთელები იყვნენ. მაგრამ ფიქრობს იოსები, რომ ხომ არ დარჩეს იუდეაში, მაგრამ როცა გაიგო, რომ არხელაოსი მისი შვილი მეფობს, შეეშინდა მაინც ალბათ. ბატონო? უფრო სასტიკი იყო ეს არხელაოსი და დაბრუნდა გალილეაში და დასახლდა ნაზარეთში და ბოლო მუხლია საინტერესო.
რათა აღსრულდეს თქმული წინასწარმეტყველთა მიერ ნაზარეველად იწოდებისო. ეს არის ძალიან საინტერესო რაღაც, რომელზეც ვისაუბროთ და ამით დავასრულოთ დღევანდელი საუბარი. წინასწარმეტყველები ამბობენო, რომ ნაზარეველად იწოდება. თქვენ მთელ ბიბლიაში ვერსად ვერ იპოვით ადგილს, სადაც წინასწარმეტყველი წერს, რომ მესია, ან ქრისტე, ან მასიახი ნაზარეველი იქნება. არა, ეგეთი რამე არ წერია. აბა რატომ ამბობს მათე მახარებელი ამას? მორჩი წერია სამი ნეცერ. ხო და ნახეთ, როგორ არის იოანე ოქროპირის გამარტებაში მათეს სახარების. იოანე, როცა წერს ამას, ეს ჩვეულებრივი ძალიან ბუნებრივი ამბავია. იოანე ოქროპირი წერს, რომ ეს ნაზარეველიო, არ არისო ბიბლიაში სხვაგან არსად ნახსენებიო. გესმით? და ალბათო იოანე ოქროპირი ასე გამარტავს ამას, რომ ალბათო ებრაელებმა ზოგიერთი წიგნი დაკარგესო ბიბლიიდანო და იმ წიგნებში ეწერაო ნაზარეველი ეწოდებაო. გესმით? აი ასე ხსნის იოანე ოქროპირი. რადგან მეოთხე საუკუნეში სავარაუდოდ ალბათ წყაროები იმდენი რაც დღეს ჩვენ გვაქვს არც მათ არ ქონდათ. გესმით? იოანე ოქროპირი დიდი მამა იყო საეკლესიო და უზარმაზარი ცოდნის მქონე იყო, მაგრამ აი ეს ერთი შემთხვევაც გვიდასტურებს იმას, რომ ჩვენ კურთხეულ ეპოქაში ვცხოვრობთ, გესმით? შედით ინტერნეტში, აი უბრალოდ მაგალითს გეუბნები. შედით ინტერნეტში, მიეცით იესონ ნაზარეველი. გამოგიტანთ უამრავ უზარმაზარ ინფორმაციას სიტყვა ნაზარეთ, რას ნიშნავს, რატო ქვია იესოს ნაზარეთი, გესმით? ჩვენ კურთხეულ ეპოქაში ცხოვრობთ და ამიტომაც არ გვეპატიება, რომ დღეს ეს არ ვიცოდეთ, გესმით? აი რატო ამბობს მათე ნაზარეველად იწოდებს? აი ებრაულში არის ორი სიტყვა, რომელიც აღნიშნავს ყლორტს, ხო? მორჩი. ყლორტი რა არის, რომ აი მკვდარი მიწიდან ან მკვდარი ხიდან ამოიყრის წინწვანე, ხო? ანუ ისრაელის მდგომარეობა იმ დროს განასახიერებდა მკვდარ მიწას. აი ურწყულ მიწას, რომელიც სიკვდილისთვის არის განწერული. წარმოიდგინეთ, აღარც მეფე ყავთ, აღარც კანონიერი მღვდელმთავარი ყავთ, აღარც სახელმწიფო აქვთ, რომის იმპერია სტაყავს დაპყრობილი მათ, ხო? აი მკვდარი მიწა, გესმით? უკანონოა ბევრი რამ. წმენა დაკარგულია, ჩვენ ხომ ნახეთ, რომ მივიდნენ ისინი მოგვები და ეუბნებიან, რომ ქრისტე დაიბადაო, ვარსკვლავი დავინახეთ, მისიო და არ მიდიან და არ ინტერესებთ რა ხდება, მართლა დაიბადა თუ არა, გესმით? და აი წინასწარმეტყველება ამბობს ბიბლიაში, რომ აი ამ მკვდარი მიწიდან რომ ამოხეთქავს ყლორტი, ის არის ქრისტე. ის არის გადამრჩენელი, ის არის მესიის ერთ-ერთი სახელი. რაბინულ აზროვნებაში იყო ყლორტი ან მორჩი. მას ერქმევა ასეო. ცემახი ერქმევა მასო, აი ეს ცემახი არის ერთ-ერთი სიტყვა, რომელიც აღნიშნავს ყლორტს. მაგრამ არის ასევე მეორე სიტყვა, რომელიც ისევ ყლორტს აღნიშნავს. ეს არის ნეცერ. გესმით? და ებრაელები ხო ასე წერენ, თანხმოვნებს წერენ. აი ნეცერ როცა ეწერა ν, ც და р. და ისე კითხებდა ნეცერ. ან შეიძლება ნაცარათაც საკითხული იყო ეს, გესმით? და აი ეს ორი სიტყვა ცემახი და ნეცერი. მე ხა მინდა გაჩვენოთ ხუთი ადგილი, სადაც ეს ცემახია ნახსენები და ორი ადგილი, რომელსაც ნეცერია ნახსენები. ნაცარეთი, აი ნაცარეთი. ნეცერიდან არის წარმოდგება ეს სიტყვა, გესმით? ის სოფელი, სადაც ქრისტე ცხოვრობდა, მას ერქვა ნაცარეთი, ხო? და ნეცერია ფუძე იმ სიტყვის. მაგრამ ეს ყველაფერი აი ესე დაფარულია, ჩამალულია ამ ცოდნაში. მაგრამ ებრაელებს ეს ძალიან კარგად ესმოდათ. იმიტომაც გახსოვთ ფილიპე ნათანაელის რო ეძახის იოანეს პირველ თავში. ასე უნება პოვეთ იესო ძე იოსებისი ნაზარეთიდან, რომელთვისაც დაწერა მოსემ და წინასწარმეტყველებმა. და ისე უნება ნაზარეთიდან შეიძლება რამე კარგი გამოვიდეს, იმიტომ რომ მათ იციან რომ ნეცერი უნდა იყოს ის, ანუ ყლორტი უნდა იყოს ის, ვინც იქნება ისრაელის ცხებული მეფე. ნახეთ. პირველი. იმ დღეებში და იმ ჟამად აღმოუცენებ დავითს ჭეშმარიტ მორჩს
და გავაჩენ სამართალს და სიმართლეს ქვეყანაში. იერემია წინასწარმეტყველებს ისრაელის დიდებულ მომავალზე, როცა მესია მოვა და ამბობს იმ დღეებში დავითს, აი ამ მეფეს, დავითის სახლს აღმოუმორჩებ ჭეშმარიტ მორჩს და წერია ცემახ, ანუ ლორდის ის სახელი. შემდეგ აჰა დადგება ჟამი ამბობს უფალი და აღუდგენ დავითს მართალ მორჩს, მეფე იმეფებს და ბრძნულად მოიქცევა, გააჩენს სიმართლეს და სიმართლეს, სამართალს და სიმართლეს ქვეყანაში. ნახეთ, აღმოუჩენებ დავითს მართალ მორჩს, მეფედ იმეფებს იგი. გესმით? აქაც წერია ცემახი. ის ცემახი ყლორტი იქნება თან მეფე. ჩვენ ხო თქვით რომ 4 სახარება 4 სახეს გვაჩვენებსო, ხო? ქრისტესიო, რა სახეები იყო ის? მეფე, მეორე სახური, მარკოზი მსახური, მესამე ადამიანი და მეოთხე ღმერთი. აი ეს 4 ადგილი, რომელსაც ყლორტია, მორჩია ნახსენები, ცემახი. 4 რამეს ამბობს. პირველი, ცემახი იქნება მეფე, მეორე, აჰა მოვავლენ ჩემს მორჩილ მორჩს. ზაქარია წინასწარმეტყველის მესამე თავში. მორჩი იქნება მორჩილი, ჩემი მსახური. მესამე ამბობს, ასე ამბობს თქო საბაოთ უფალი, აჰა კაცი, მორჩია მისი სახელი. თავისი ადგილიდან აღმოცენდება და ააშენებს უფლის ტაძარს. აჰა კაცი, მორჩია, ანუ ადამიანი, ის რაც ლუკას ახლა. კაცი თან მორჩია, ცემახია ეს. და მეოთხე, იმ დღეს იქცევა უფლის მორჩი მშვენებად და პატივად და მიწის ნაყოფი ღირსებად და დიდებად ისრაელის დატამარისთვის. მორჩი, რომელიც იქნება დიდება ისრაელის, იმიტომ რომ ღმერთია, დიდება ეკუთვნის მას ღმერთს. ეს 4 ადგილი, სადაც არის ცემახი, ნახსენები ყლორტისთვის. და მერე იესაია წინასწარმეტყველი ახსენებს იმ 2 სიტყვას, რომელიც ნაცარეთთან, ანუ ნეცერთან არის კავშირში. ნახეთ, და ეს არის იესაიას მე-11 თავი. ამოვა ყლორტი იესეს ღეროდან და მისი ფესვის ამონაყარი გაიხარებს. აი ამ ამონაყარის ადგილას წერია ნეცერ. შემდეგ მე-60 თავში წერია 21 მუხლია, შენი ერი ერთიანად მართალი იქნება, ანუ ეს უკვე ქრისტეს მეორედ მოსვლას ეხება, როცა მეორედ გამოჩნდება მესია, ნუ მათთვის პირველად, როგორც ებრაელები ფიქრობენ, შენი ერი ერთიანად მართალი იქნება და საუკუნოდ დაიმკვიდრებს ქვეყანას ჩემი დარგული მორჩი, ჩემ ხელთა ქმნილება, რათა იდიდოს. და აქაც სამუკუნოდ დაიმკვიდრებს იმ ქვეყანას ნეცერი, მორჩი. გესმით? ხედავთ და აი ეს არის ის, რასაც ამბობს მათე, რომ მას ნაზარეველი უნდა ეწოდოს. აი ქართულად რო ვიაზროვნოთ, მაგალითად, იესო ნაზარეველი. აი ქართულად რო ვიაზროვნოთ, აი მაგალითად, სოფელი რო გქონდეს ჩვენ და ერქვას მას საყლორტე. ხო? აი საყლორტე, ხო, აი ვაშლოვანი ხოა სოფელი მაგალითად, ხო, ეგეთი. აი საყლორტე რო ერქვას სოფელს. შეიძლება არ კიდევაც არ ვიცი. და კაცი რო იყოს იქიდან ვინმე დავითის საყლორტედან, მაგალითად, ხო შეიძლება თქვა დავითის საყლორტედან. და ჩვენ რო ვიცოდეთ ეს ყლორტი არის სახელი, რომელიც ნახსენებია ვიღაცა დიდ ადამიანს. ჩვენ ხო ეს ასოციაცია იმ წუთში გვიჩნდება, ხო? დავითის საყლორტედან, ეს იგი შეიძლება ის არის ის, ვიზეც ლაპარაკია. და ქრისტესთან პირდაპირ ეს ასოციაცია ჩნდებოდა, გესმით, რომ თუ მესიის სახელი ყლორტია ან მორჩია, ნაზარეთიდან მოსული მესია, რომელიც ნეცერი თვითონ სახელიც მამას განასახიერებს, ის არის ნამდვილად მესია, გესმით? ხო გასაგებია? აი ეს არის მათი ამიტომ ამბობს, რომ წინასწარმეტყველთა მიერ ნაზარეველად იწოდებისო. ანუ იწოდება კაცი, ყლორტი, კაცი მორჩია მისი სახელი, რომელიც არის მეფე, რომელიც არის ჩენი მსახური, რომელიც არის კაცი ადამიანი, რომელიც არის მეფე და რომელიც არის ასევე დიდება ისრაელის, როგორც ღმერთი, როგორც იმ 4 სახარებაში ჩანს, რომელიც ჩვენ გვაქვს ღმერთისაგან. აი ეს არის მეორე თავის შინაარსი, რომელიც ქრისტეს შობას
და მის შეხვედრას ამ სამყაროსთან პირველ რიგში იერუსალიმთან და ისრაელთან განასახიერებს. ნახეთ, ის დავითის შთაომავალი ხოა ის, დავითის ჩაომავალი ხოა, პირველ თავში ხო ჩვენ ეს დავიკითხეთ. და როგორც დავითს დევნიდნენ, ხო? დავითი არ იყო დალხინებული მეფეობა, არ ქონდა დავითს დევნიდნენ მას. და მისი მტრები, ასევე ქრისტეც მისი შთაომავალი დაიბადა თუ არა, იმ წუთში სამყარომ დაუწყო მას დევნა და მისი მოკლა უნდოდა და ბოლოს მოკლეს კიდევაც. აი ასე შეხვდა მას სამყარო როგორც განკაცებულ ღმერთს. ნახეთ, კიდევ საინტერესო რა არის, ამით დავასრულოთ. ნახეთ, მათეს ხომ გამოტოვებულია ქრისტეს შობის ამბავი. ჩვენ ხო თქვით ეს, რომ აი როცა ბაგაში მიაწვინეს და ანგელოზებზეც ეს გამოტოვებული აქვს მათეს. მათე იწყებს ქრისტეს როგორც ბავშვის ამბავს, როცა დაპირისპირება იწყება მეფესთან. იუდეის რომაელ მეფესთან, რომიდან დადგინულ მეფესთან. ხო, ნახეთ, იმიტომაც ვამბობ ჩვენ, რომ მას როგორც მეფეს გვაჩვენებს. გესმით? აი როგორც სადმე დაიბადებოდა ხომ უფლისწული, ხო ხდებოდა ხომ ისტორიულად ის შემთხვევით. უფლისწული დაიბადა, იმ წუთში სხვა მეფეები ცდილობენ იმის მოკლას. ხომ ასეა? რომ გაიზრდება, კაცო, ჩვენ დაგვიპირისპირდება, ამიტომ მეფეები ცდილობენ მის მოკლას. აი, მათე ზუსტად აქედან იწყებს, რომ დაიბადა თუ არა ჰეროდე, რომაელმა მეფემ, იმ სამყაროს, ასე ვთქვათ, დადგინულ მეფემ გადაწყვიტა მისი მოკლა. მაგრამ ლუკა მას აღწერს როგორც ადამიანს, ხომ? ამიტომაც გვიჩვენებს, რომ შეახვიეს ეს ჩვილი ტილოებში, ჩააკვეწვინეს ბაგაში, აი ადამიანის შობის ამბავს აღვიწერს, იმიტომ რომ ის აღწერს მის ადამიანურ ბუნებას, როგორ მოვიდა და როგორ მიიღო ის სამყარო, გესმით? იმიტომ რომ ამ მნიშვნელობა აქვს და მეფისთვის ეს არ არის რელევანტური, მაგრამ როგორც ადამიანი, რომ ძროხებთან და საქონელთან იყო ბაგაში, ეს მნიშვნელოვანია ადამიანური სიმდაბლის გამოსახატად, ამიტომაც ლუკა იმას აღწერს და მათე იწყებს მის როგორც მეფის, აი ჩვილი უფლისწულის, ჩვილი მეფის დაპირისპირებას ამ ქვეყნიურ მეფესთან, ანუ ჰეროდესთან და როგორ გარბის, როგორ ბრუნდება და როგორ მერე ცნობენ მას, რომ ეს არის ის ნაზარეველი, ის ხმოტი, რომელიც ამოხეთქა მომაკვდავმა მიწამ, რომ გადაარჩინოს ისრაელი და ისრაელის გავლით გადაარჩინოს მთელი მისი მორწმუნე ადამიანები. აი ეს არის მეორე თავი. კითხვები თუ არ ამის შეგვიძლია ვისაუბროთ. თვითონ ისრაელი გადარჩა? ისრაელისგან ნაწილი გადარჩა. ისრაელიდან ნაწილი გადარჩა, ეს უნდა ასე გავიგოთ ჩვენ, მისი ებრაელების მოციქულები რა ებრაელები არ იყვნენ? ისრაელის ნატამალი გადარჩა მაშინაც და მომავალშიც, აი გამოცხადება ხო ამას გონება, მომავალშიც ისრაელის ნაწილი, ნატამალი გადარჩება მხოლოდ. ვინც მას იწამებს როგორც განკაცებულ ღმერთს, რომელიც უკვე აქ იყო და ვერ იცნეს მისმა წინაპრებმა. დღეს, ბატონო? უცნაურია, თქმა უნდა. აი, მე მქონდა ერთხელ ესე ძალიან კარგია, ჩემ თავზე არ შეიძლება ასე თქვა, მაგრამ კარგი მგაგებით იყო, რომ აქტუალური იყო ეს თემა, ეს პრობლემა. აი, საქართველოს თქვენ ხომ იცით, რომ ეს რაღაცა სისულელია გავრცელებული, რომ ქრისტე შეიძლება ქართველი იყო, მარიამი ქართველი იყო, ნუ ბიბლია ქართველების დაწერილია, ებრაელებმა ხო იცით ეს სისულელეა. და მე ერთხელ ქადაგებაში თქვი ეს, რომ ახსენი, რომ აი რატომ ბიბლია ებრაულად გველაპარაკება ჩვენ, ხომ? ის ყველა საყი როგორც ნეწერი, როგორც ცემახი, როგორც სხვა სიტყვები, ხო? აი ბეთლეჰემ რას ნიშნავს სიტყვა ბეთლეჰემ? პურის სახლი, ხო? ლეჰემ არის პური და ბეთ არის სახლი, ხო? ბეთლეჰემ არის პურის სახლი. ზეციდან ჩამოსული პური დაიბადა პურის სახლში, ხო? ნახეთ, ბიბლია ებრაულად გველაპარაკება, ხომ ასეა? ხომ ასეა და როგორ შეიძლება შენ თქვა მეთქი მე რომ ბიბლია ქართული იყო, ხომ? და მოიყვანე ეს როგორც ბეთლემი და ბეთლეჰემი და ნეცერი, 10-12 მაგალითი მოიყვანე. აი მაგალითად მაგდალინელი, მარიამ მაგდალინელი, ხო? მიგდოლ არამეულად ნიშნავს თევზის გასაშრობ კოშკს, რომელიც იმ ტიბერიადის ზღვის გარშემო იდგა და ის მარიამ მაგდალინელი აი ამ ადგილიდან იყო და ეს მიგდოლი გვეუბნება არამეულად ლაპარაკობს, გესმით? ხო და ერთ-ერთმა როგორც ჩანს ებრაელი იყო ის კაცი, შეიძლება ვარავით კომენტარი დაწერა ამაზე, რომ აუ რა ლამაზიაო, რა კარგიაო, რა კარგად ახსენით, ყველაფერი სწორიაო, გარდა არასწორი ინტერპრეტაციებისა. აქედან მივხვდი რომ შეიძლება იუდეველია ის, ებრაელია, მოეწონა ეს ყველაფერი, რომ ლამაზია,
მაგრამ ინტერპრეტაცია არასწორია. ქრისტეს ეგ არ ეხება. ალბათ ეს იგულისხმება, გესმით? აი ყველანაირად თავს იბრმავებენ და იხუჭავენ ყურებს, თვალებს, ყველაფერს რომ ოღონდ არ იცნონ იესო ქრისტე იმაში. არ ვიცი, ამას რა ქვია, მე არ ვიცი, მართლა ღმერთავს დაბრმავებული ეს ხალხი თუ რა უბედურება, არ ვიცი. აი ამდენი რამე ვთქვა, აი ბატონო? ალბათ, ზუსტად ეგ იქნება. პარტაუნებას ყავს დამაული როგორ შეიძლება რომ ჩვენ არ გვესმოდეთ და ჩვენ შევცდეთ რომ დაუშვან ის რომ იქნება შეგვეშალა იქნება ვერ ვცნობთ ხო უნდა დაუშვა ეს ხო აი ეს უბედურება ჭირთ კაც მოეწონა ის რაც მე მის ბიბლიიდან თქვი რადგან ებრაელია როგორც ჩანს მაგრამ არა ინტერპრეტაცია არასწორია და 99% კაია დანარჩენი არ ვარგავ ანუ ის რომ ქრისტეს მე რომ ქრისტეს უკავშირებ ამას ეს შეცდომაა და დანარჩენი კაია აი რა უნდა ქნა უნდა ვიედროთ რომ ღმერთმა მათ აუხინოს ეს თვალი რომ იცნონ საკუთარი მაცხოვარი იცნონ იმიტომ რომ ქრისტე ხო ებრაელებს შორის დედა ებრაელი ყავდა მას ხო რომ ეს იცნონ მათ უნდა ვიედროთ ღმერთს როგორც ღმერთი ამბობს ნატამალი აი ნაწილი ისრაელის გადარჩება ისინი იცნობენ ქრისტეს და ისინი გადარჩებენ დანარჩენი ისრაელი დაიღუპება როგორც წერია ბიბლიაში ქართველებს მოეწონათ ეგ ახსნა ქართველებს ზოგმა ისე ლანძღა ისე ბოლოს სიტყვებით მათრია რომ რა ვიცი რომ მე ასე ვთქვათ რაღაცა არასწორ რელიგიას ვხადაგებ ნუ რა ვქნათ როცა შენ ბიბლიიდან არ ამოდიხარ და ამოდიხარ შენი საკუთარი წარმოდგენებიდან მაშინ 1000 სისულელის თეორია შეიძლება შექმნა და ჩამოაყალიბო მაგრამ არ არის საჭირო ეს ვერ გვაცხონებს ის რაც წერია ის არის სასარგებლო სულის ცხონებისთვის და არაზედმე ერთი მისხალი ზედმეტ არ შეიძლება ქრისტე ქრისტე რას ამბობს ერთი იოტა არის ყველაზე პატარაა ეს ქასავით პატარაასოა ხო ერთი იოტაც კი არ შეიცვლება აქედან რაც ნათქვამია ვიდრე ყველაფერი არ ასრულდება და როგორ შეიძლება მე ეს დავამახინჯო და სხვანაირად ვასწავლო ხო დაუყულები ვარ ხო ამიტომ აი ესე ჩვენ მივყვეთ ამას ვისწავლოთ და ალბათ ბევრსაც აეხილება თვალი. აი ზუსტად მაგაშია. ზუსტად მაგაშია ის რომ პირადი ინტერესი კი არ უნდა იყოს ჩემი ან თქვენი. ის ინტერესი იყო რომ ღვთის დიდებას უნდა ვეძებდეთ. აი ქრისტე როცა მის მოწინააღმდეგეს ელაპარაკება ფარისევლებს მისი მტრებს ასე უნება თქვენ პატივს და დიდებას ერთმანეთისგან ეძებთო. მე კი დიდებას ღმერთის დიდებას ვეძებო. გესმის? მე თუ სხვა ინტერესი არ მაქვს გარდა ღმერთის დიდებისა, მაშინ არ მაქვს ეს პრეტენზია. მე გესმით და თუ მე იმ პატივს ვეძებ რომ აი მე განსაკუთრებული ვიყო, მე შემაქონ, ეს რა შემჭირდება? თავარია ღმერთის დიდება ვიპოვოთ. მაშინ შევიცნოთ ჭეშმარიტებას. ეგრეა, ზუსტად ეგრეა. აი რაც შენ თქვი. მე პირადად ეხლა გამოვიყვა ასაკია. აბა? მე ეხლა საქართველოში რაღაცნაირად შეიძლება თქვენთან უკეთესად ვიგებ ამ ყველაფერს. რა ვიცი ისინი როგორ არიან ამის მიმართ. და ჩემი პირადი სუბიექტური აზრია ამის მიმართ. არა იცი შეიძლება ეგრეა და მიხარია თუ ეგრეა, მაგრამ ერთადერთი რამეა საჭირო თავის დამდაბლება, თავდაბალი უნდა იყო ადამიანი და უნდა შესთხოვო ღმერთს რომ დაგინახოს ღმერთმა ჭეშმარიტება. ყველაფერს სიღრმისეულად გვეუბნებით ხო აქედან ეს იყო, აქედან ეს და ხო და განათლებაც რა თქმა უნდა ეს თვითონ ყველას არ აქვს. გადმოცემის უნარი და აქტის უნარი. კი, იცით რა? იცი რატომ იცი უყურელეო? ჩვენ უნდა მოიპოვოთ, აი მე ხო თქვი კურთხეულ საუკუნეში ვცხოვრობთ მეთქი, ხო? ჩვენ ყველაფერზე მიგვიწვდება ხელი, ყველა ინფორმაციაზე, ხო? აი რომ წავიკითხე მაგალითად რომ აღწერა იყო კვირინიუსის მის დროს, ხო? ეს კვირინიუსის აღწერა უამრავი წყაროდან შემილია გავიგო რა იყო, როდის იყო, რატომ მოხდა, ხო შემიძლია? ხო? ბიბლიოთეკა, ინტერნეტი, წიგნები, 1000 რაღაცა, ტელეფონი გიჭირავს ხელში. შეიყვანე კვირინიუსის აღწერა, გამოგიტანს უამრავი, აი შრომა უნდა, მეტი არ ახერხებია. მე შრომა რო გროვდება, ხო? იქნება სურათი, რომელიც ჩვენ გვაჩვენებს, რომ ეს ზაყრები და ლეგენდები კი არ არის. აბსოლუტურად დოკუმენტური, ისტორიული აღწერაა იმისი, რაც მოხდა. გესმით? აი, ზაყრები და ლეგენდები ყველას დაკითხული გვაქვს, ხო? სადმე იქ ისტორიული პირები ხო არ არიან ახსენები. აი, ერთ ადგილს გაჩვენებთ, ხო? სულ ხო ორი ნახეთ.
დროც არასდროს არც დრო არ არის მოცემული, არც ისტორიული. აი ლუკას სახმახარებელის მესამე თავში. აი ნახეთ, როგორ აღწერს ლუკა იმ დროს, როცა ქრისტე გამოჩნდა. ეხლა არც ერთი ზღაპარი იგავდა ლეგენდა ამას არ აკეთებს. მათ რო მონდომებოდათ რომ ზღაპარი დაეწერათ, ამას არ დაწერდნენ შიგნით, ხო? ნახეთ, რა წერია. ტიბერიუს კეისრის მმართველობის მე-15 წელს. ტიბერიუს კეისარი, შეგვიძლია ვნახოთ, როდის იყო. მე-15 წელს. 14 წელს გამეფდა ტიბერიუსი. 14 წელს რომში გახდა იმპერატორი. ანუ 15 წელს 29 წელს. ქრისტეს შობიდან 29 წელს, ანუ ერთი საბუთი ხო დოკუმენტური. მე როცა პონტიუს პილატე იუდეის მთავარი იყო. მოვძებნოთ ისტორიაში, როდის იყო პონტოელი პილატე იუდეაში მთავარი, პროკურატორი. ხო შეგვიძლია ვიპოვოთ. იმიტომ რომ ეს რომის ისტორიაში ყველაფერი დაფიქსირებულია. პონტოელი პილატე როდის იყო რომში, ხო? შემდეგ ჰეროდე გალილეის მეოთხედ მთავარი. ჰეროდე იყო ერთ-ერთი შვილი ჰეროდე დიდის, გალილეაში როდის დანიშნეს მმართველად, ეგეც ვიცით, ხო ვიცით? ფილიპე მისი ძმა იტურეისა და ტრაქტონიის მხარის მეოთხედ მთავარი. ესეც შეგვიძლია ვთქვა, როდის ვიპოვოთ. ლისანია კი აბილენეს მეოთხედ მთავარი იყო. ლისანია ერთ-ერთი ოლქის მმართველი იყო. და როცა დამთავრები იყვნენ ანა და კაიაფა, გაისმა სიტყვა იოანე ნათლისმცემლის. მეტი საბუთი რა დაწეროს? ლუკა იყო აბსოლუტურად ისტორიული პიროვნება თავად პირველ საუკუნეში და ამდენი საბუთი მოყავს. ხო? აი მხოლოდ პირველი რასაც ამბობს, შეგვიძლია გადავაუწყოთ და ნახოთ რომ 29 წელს გამოჩნდა იესო, როცა გამოვიდა პირველად და მოინათლა იოანესგან და შემდეგ ლუკა წერს რომ ამ დროსო იყო იესო დაახლოებით 30 წლისო. ანუ 29 წელს იესო ქრისტე ყოფილა დაახლოებით 30 წლისა. ხო და მთელი სახარებები აი ასეა დაწერილი, გესმით და ამიტომ თუ ჩვენ არ შევისწავლეთ, შეიძლება ვიღაცა მართლა გითხრას რომ ზღაპრები გწამთო და ჩვენც გვეგონოს რომ მართლა ზღაპარი ხო არ ამწამს. ეს არის დოკუმენტური წიგნი, გესმით? აი იოსებ ფლავიუსი აბსოლუტურად ქრისტიანი არ იყო. იოსებ ფლავიუსი როცა რომაელებმა დაიპყრეს ისრაელი, გალილეაში ცხოვრობდა, იქ იყო დიდებული იყო თვითონ იოსები და ყდელი იყო იოსებ ფლავიუსი და ტყვე წაიყვანეს რომში და იქ მოკვდა ბოლოს და მან დაწერა აი ეს იუდეის ომი და ძალიან ბევრი რამ იქ დაწერილია ის, რაც ჩვენ სახარებაში გვხდება. ასევე იოსებ ფლავიუსს აქვს იუდაური სიძველეები, მეორე დიდი წიგნი და იუდაური სიძველეებში მთელი ბიბლია კიდევ ერთხელ გამეორებული, შეგიძლიათ მოძებნოთ. რაც დამოუკიდებელმა წყარომ დაწერა, ისაც ჩვენ ბიბლიაშია და სახარებაში. ესმით, და ხო ამას ხოლმე სწავლა ჭირდება. აი ლევანმა რა თქვა, რომ თქვენ რო ლაპარაკობთო, გასაგებიაო, იმიტომ რომ ჩვენ უბრალო ენით ვილაპარაკოთ. გესმით და თქვათ ის, აი სიამდვილეში რაზეა აქ საუბარი. და ზღაპრები ჩვენ არ გვჭირდება. ზღაპრები არ გვჭირდება ჩვენ. სასწაულები რაც უფრო მაღასრულა, ეს არის რეალური ფაქტები, მაგრამ ზღაპარი არ არის ეს. ეს იყო რეალური. თუ ღმერთი გვწამს და ეს იგჯერა. მეგობრებო, დღეს დავასრულოთ ამით და შემდეგ კვირას მესამე თავიდან გავაგრძელებთ.